მოგესალმებით, ბრუნდება ეთთოქი ახალი ეპიზოდი. დღეს ძალიან საინტერესო სტუმრები მყავს პოდკასტში. გაგაცნობთ ჩვენ სტუმრებს. ჩვენთან სტუმრად არის უკვე მეორედ გიორგი ქუცარუხაძე, გალილეო სტრატეჯის თანადამფუძნებელი და მატასი სულაკაური, ამპერსანდის თანადამფუძნებელი. გამარჯობა. როგორ ხართ, მეგობრებო? თანად. მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ძალიან სახალისო და საინტერესო საუბარი გვექნება წინ, იმიტომ რომ ჩვენ სანამ დავიწყებდით ამის დაგეგმას, უკვე იმდენად სახალისო საუბარი გამოგვივიდა ჩატში, რომ ვიცი რომ ძალიან ბევრ საინტერესო თემას შევეხებით. სანამ უშუალოდ გადავალ საუბარზე, მინდა წარვადგინო ჩვენი გენერალური სპონსორი, დეველოპერული კომპანია მეტროპოლი, სახლი რომელიც ჩაიფიქრე. ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა და ყოველ პოდკასტზე ვეუბნები ხოლმე ჩვენს გენერალურ სპონსორს, რადგან ხელს უწყობს ჩვენს პოდკასტს აკეთოს ჩვენი ინდუსტრიისთვის ესეთი ეპიზოდებს ჩავწეროთ, შევუწყოთ ხელი სფეროს განვითარებას და ვისაუბროთ ძალიან ბევრ სასიკეთო და რაღაც ტკივილებზე, რომელიც ააგენტოებს ბრენდებს აწუხებთ მარკეტინგის მიმართულებით და დღესაც ალბათ ბევრი ეგეთი ინსაიტი გაჟღერდება ჩვენთან. მე მინდა რომ დავიწყო სტანდარტული შეკითხვით, რადგან ქუცა არის უკვე მეორედ, თუმცა სხვა რანგში. წინა ეპიზოდში რაღაცა იფიცებოდა, რომ არა, მე ფრილანსერობა ეს იმდენად კომფორტული სფეროა, ჩვენს მე სააგენტო აღარ მიხსენოთო, მაგრამ დღეს როგორც სააგენტოს თანადამფუძნებელი არის ჩვენთან მოსული და მატასი შეხარ პირველად ჩვენთან შენი სტუდია, ხო? ესე მოვიხსენიოთ და არა სააგენტო. აუცილებლად, მაგრამ ეგეც კი ჯერ ყურში მხდება იმდენად რაღაცა ბოლომდე არ ვიცით რა ფორმას შეიძენს საბოლოოდ კიდე რაღაც პროცესში უფრო არის, მაგრამ მოდი ეგრე ვთქვათ. ხო, დაი რომ მოგვიყვე შენს სტუდიაზე, რას აკეთებთ, რამდენი ადამიანი მუშაობს, სპეციალიზირება რა გაქვთ და საინტერესოა თქვენი გამოსვლება, მე უკვე ქუცასთან გადავალ. ხო, იცი რაღაცა პროცესში მოხდა ყველაფერი, რაღაც ის არ ყოფილა სტანდარტულად, რომ აი დავჯექით და მოდი გავაკეთოთ დიზაინ სტუდია, თუ რაღაც ეგეთი არ ყოფილა, რაღაც აი შუა პროცესში უცებ შემოგვექმნა ესეც რაღაც კონკრეტულმა გარემოებებმა შეუწყო ხელი, რაღაც აღარ ჩავკონკრეტდები ახლა ბევრ ადამიანმა იცის ზოგმარ რა მნიშვნელობა, მოკლედ ვართ 5 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებსაც აი ამ პერსანდამდეც ჰქონდა საკმაოდ ისეთი დიდი პორტფოლიო უკვე გაკეთებული და წლები ერთად ნამუშევარი, წლების მანძილზე ვიყავი ამ გუნდის ליდი კონკრეტულ სააგენტოში და რაღაცა ისე ფორმირდა, რომ მე რაღაც ჩვენი იმითი გავაგრძელეთ რა ცალკე. ეხლა ვართ 2 დამფუძნებელი, მე და ანა ჭყონია და ძირითადად საქმეს ჩვენ უძღვებით და გაყოფილი გვაქვს ეს რაღაც მე უფრო შემოქმედებითი ნაწილი ვარ და ანა უფრო კლიენტთან კომუნიკაცია და ასე შემდეგ. და ყავს 3 ჯადოსნური ხელების მქონე ადამიანი და თვალების და ყველაფერს ერთად ვაკეთებთ რა, არ გვაქვს რომ რაღაც გამოყოფილია რომ აი რაღაც იერარქიულად ან რაღაცა ისე, რა თქმა უნდა ერთმანეთის ძლიერი მხარეები ვიცით, თუმცა აი რაღაცნაირად ყველა ანაც კი რომელიც უფრო რაღაც შეიძლება სხვა მხარე იყოს და არა ესე შემოქმედებითი, ანაც აბსოლუტურად ჩართული ამ პროცესში და პირიქით რა რაღაცა ისეთი ხალხი ვარ რომ გუნდის ძალიან გუჯერა და ერთმანეთის ძალიან გუჯერა რა და ისედაც აი რაღაცა ეგეთი პროცესი უფრო მგონია რომ შობს რაღაცა ისეთ კარგს ვიდრე ცოტა ისეთი ვერტიკალური განლაგების და ასე შემდეგ რა. და ეს რამდენი წელია რაც ამ საქმეში შეჭიდეთ? საქმიანობას ზოგადად გულისხმობ როგორც სტუდია და არა როგორც ხო, რავი წელს. ოკეი. შარშან თუ წელს აი რაღაც ეხარა თვეები წელი არც ჩაგვიხურავს პრინციპში რა. მაგრამ ნუ ერთს ვიტყვი რომ დამწყებსაც ვერ დავარქმევ ჩვენ თავს, იმიტომ რომ ყველას ცალ-ცალკე საკმაოდ გრძელი ბექგრაუნდი აქვს და ბარბარიზმებით სავსე იქნება ეს პოდკასტი. არ მოგებია შემოვამატა. ეს სფერო მაგის გარეშე შეუძლებელია. ხა რა უსმენდი მათაც ეგ არის რა, რომ რაღაც ვერ ხვდები, რომ სადღაც რაღაც გაწყდა და მე გავაგრძელე ახალი, იმიტომ რომ რაღაც ერთ სიფტყეზე არის რა, შენ რაღაცა მთელი
კარიერული თუ რა ქვია რა ეს წლები ანუ სააგენტოში ხარ მე ფრილანსზე ხარ მე სტუდიას აკეთებ მაგრამ რაღაცა იმას რო აკეთებ რაც რო აკეთებდი ცოტა ის გაქვს რა რაღაც მეც ეგრე უყურებ რა მე კიდევ ვერ უყურებ ეგრე იმიტომ რომ მე ცოტა პროფილი დავიმატე მაგრამ მატასის შემთხვევაში ანუ რაღაც ჩართულია რა სულ მაგაშია რა გაგაწყვეტინებ მე მახსოვს ჩემი თავი რომ პირობა მივეცი რომ მე ამ სფეროს საერთოდ აღარ გავეკარებოდი არასდროს ეს როდის იყო? ეს იყო 2017 ან 18 წელს. ოკეი. მერე დავბრუნდი. მე ესეთი ის მაქრა ფუცას არ მაქვს ზუსტად ეგ ნაწილი რომ შენ აქ როგორც ფრილანსერი ეგრე ვიყავი. საუბრობდი რომ ძალიან კომფორტი ზონაში ხარ, გამოიარეს სააგენტოები, რაღაცა უკვე თითქოს მოილიე ყველაფერი, მაგრამ ხდება რაღაცა შენში და ისევ სააგენტოს უბრუნდები, ესე რომ ვთქვა, უკვე როგორც დამფუძნებლის სტატუსით და საინტერესოა ეგ რაღაცა ნაპერწკალი რაც შენში მოხდა ეგეც რო გაგვიზია რომ რატო შეიცვალეთ იმიტომ რომ რა ვიცი მე ეპიზოდს უყურეს ფრილანსერებმა ალბათ თქვენ რომ სწორად მივდივართ მეგობრებო მაგრამ საინტერესო ხა ისინიც ისე ახლიდან რომ მოგისმენენ იქნებ ისინიც მაგზაზე დადგნენ დადგნენ უნდა თუ ეგეთი არის რომ აქ მნიშვნელოვანი არის რა რომ რეალურად რას ხიბლავდა ფრილანსერობაში და ამ რაღაცა აი თავისუფალ რეჟიმში რა როგორც გინდა შენ ისე წარმართავ რაღაცა შენ საქმიანობას და ცხოვრებას პარალელურ რეჟიმში ეგ არის გამქრალა რაც თავარი რა მთელი მუღამიც ალბათ იმაში არის და ხა მე უფრო გავშლით იმ ნაწილს სადაც უკვე ერთად შევით ბევრ ამის Galileo strategy და ამპერსანდი ყველანი ეგრე ვართ რაღაცნაირად რა ყველამ ერთნაირად მოვიწყეთ რაღაცა კომფორტი რომელიც ამ პარტალნულად არ ვამბობ თითქოს აი დავიმსახურეთ რომ ეხლა რაღაცა ძალიან სასიამოვნო პროცესი წარმართოთ ყველაფერი რა რაღაც ძალიან ლაღად მარტივად მართლა ჩატში რო ლაპარაკობდით და მე გითხარ ესე მუშაობ თქო მართლა ჩატში რო ჩაიხედოთ ჩვენ საერთო ჩატში სუსიცილი არის რა უნდა ამ სიცილში რაღაცნაირად სულ გემრიელად კეთდება საქმე რაღაც ლაღი შეხედვა გამოგვივიდა რაც შეეხება სააგენტოს ნაწილს ანუ თავარი მანდაც რაც მოხდა და რითიც შეგნებულად არ ავიღე თქვათ არც მე და არც ჩემმა მეგობრებმა და პარტნიორებმა პასუხისმგებლობა ბევრ რამეზე, ბევრ სერვისზე. ანუ და დავიწყეთ საერთოდ ეს იყო ჩემი მეწყვილის სტრატეგიის ალექსანდრე გაბუნიას იდეა და დავიწყეთ ფრილანსზე ყველანაირი ბრენდირების გარეშე რომ ის ხა სადოქტოროს იცავს ლუვენში ბელგიაში და მოკლედ ფილოსოფიის მიმართულებით არის და იყო ეგეთი შემოთავაზება ალეკოსგან რომ მოდი ეს შენი გამოცდილება კომუნიკაციაში და ჩემი გამოცდილება რაღაცა ფილოსოფიური ნაწილით ხო არ იქნება საინტერესო რომ ცოტა რაღაცა ახლებური რაღაცები შევიტანოთ ფუნდამენტზე ხა ვერ შეცვლი დიდად მაგრამ მაინც ახლებური ხედვა შევიტანოთ და ბრენდებს სტრატეგია გავუკეთოთ რა დავიწყეთ ფრილანსზე და აი რო წარმოიდგინო ჩუქნით ფაქტიურად ძირითადად რაღაც ახლობლებს ნაცნობებს ვიაც ჭირდებოდა და სულ სტარტაპებს აი ძალიან რაღაცა სიმბოლურ ფასებად რომ ჩვენ თვითონ გვენახა ჯერ გამოგვივიდოთ თუ არ გამოგვივიდოდა რა ის რაღაცა სხვანაირი ფორმა რა რაღაცა ძალიან კარგად წაიღო ამ რაღაც აი ხალისითაც და სილაღითაც და თან რაღაცა იქიდანაც ფიდბექს რო ხვდები რომ ეს ისაც უკეთებ რაღაცა ყველა მაყოფილია კარგად არის დაინახეს თავიანთი ბრენდი ალბათ რაც სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა რომ აი ყველას დიდი კომპლიმენტია ხოლმე რომ აი ზუსტად ესე ხედავდით მაგრამ ვერ ვამბობდით როგორ უნდა გვექნა ეგ და ეგ ყველაზე მეტად მომწონს ხოლმე რომ რაღაც ახალს კი არ გიგონებ გისმენ შენ და უბრალოდ ამას მე რაღაცა სისტემაში თარგმნით და ჩემთვისაც ეხა მთელი წლები რაც ამ რაღაცა სფეროში მუშაობ, სულ ვიყავი კოპირაიტერი და სულ პირიქით ვიყავი სხვის გაკეთებულ სტრატეგიაზე მუშაობდი და ვიფიქრებდი კომუნიკაციას.
ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო ეგ რა, რომ მეცადა თავი მაგ როლში. მე წაიღო, მე შემოგვიერთდა ნიკა რუხაძე, რომელიც აი როგორც ანა არის ამპერსანდის ხარეს ის მოტო, რომელიც აი თან შემოგმეტები და შეუძლია რომ წამოყვეს და თან ამ ტექნიკური ნაწილიც, ამ საქმიანი ნაწილიც მასზე რაღაცნაირად დგას, ასევე ჩვენ გვყავს ნიკა რუხაძე, რომელიც ასევე დიდი გამოცდილებით არის სხვადასხვა სფეროს, თუმცა არა ამ სფეროს პროექტების მართვის ხრივ. და სხვა შორის იმის იდეა იყო უკვე, რომ მოდი ამას უკვე რაღაც დაბრენდილი ვიყავით, აქედან სალი ნიკოლაიშვილს მადლობა ბრენდინგისთვის, რომელიც თავის დროზე გაგვიკეთა და თან სალამი. არა, გაგვიგზავნი აქედან სალის მისამართით. კი ბატონო და აი რაღაც ის შეფუთვა, რომელიც აი ეს რაღაცა ლოგო და ასე შემდეგ, რომელიც ახლა გვაქვს, სალის გაკეთებული არის და ეს უკვე ხელში გვეჭირა, თორსა ნიკამ რაღაცნაირად დაიწყო ცოტა ესე შეხედვა, რომ მოდით არა თუ აქ არამედ ფარგლებს გარეთაც რაღაცნაირად უფრო კომპანიურად მე თქვენ მოგაშორეთ ყველაფერი მას, რაც ვიცი რომ არ გეხერხებათ, ეგ არის რაღაცა დათვლა, ეგ არის განსაზღვრა, ეგ არის დაგეგმვა და ასე შემდეგ და Excel-ის ფაილები. Excel-ის ფაილები, Excel-ის ფაილს ვაგდებენ ხოლმე, მე გავდივარ. ცოტა ხანი left conversation დევით. ხოდა ეს მიეცა რაღაცა ფორმები რა, რომელი ფორმაზეც ხელი არ შეუშლია რაღაც აი იმ პრინციპებისთვის, რომელიც რაღაცა ცხოვრების ამ ეტაპზე, ამ ასაკში და იმ პირველი სტუმრობის ჭრილში მე პირადად ზამჭირდება ეგ რა, აი რაღაცა წნეხი კი არ მენდოს ზურგზე, რომ ეგ პასუხისმგებლობას არ ეხება თავისთავად. ამ სილაღით შემეძლოს რომ ვაკეთო რა, თუმ გუნდიან ყველაფერიან ჯერ მარტო. ჯამში ანუ რამდენი ადამიანი ერთიანდება ესე? ეხლა ამ წუთა სტრატეგიის ნაწილში ერთიანდება 3 და მე უკვე გააჩნია რა არის საჭირო და აი რაც ყველაზე მეტად იყო საჭირო ამის განხსობა პირველ რიგში ვიზუალური ბრენდინგის კუთხით, მე უკვე ჩვენ ერთობლივად დავიწყეთ ბევრი რამის კეთება რა. ხო, აი მან სანამ მაგ კოლაბორაციაზე გადავალ, ძალიან საინტერესო არის აი ის ნუ თქვა ხა ეს სიტყვა გეფი, ესე რომ ვთქვათ, რომელიც თქვენ დაინახეთ რა, ანუ ხო არის რაღაც აკეთებ და ის რომ რაღაც კომპანიის სახე მისცე თუ რაღაცა სერვისი გამოდგა, ჩდება მას შემდეგ, როცა დაინახავ რომ ბაზარზე თითქოს ამის ნაკლებობა, ანუ ეს ისე კარგად არ კეთდება, როგორც შენ წარმოგიდგენე რომ გააკეთო. მაგალითად არის რაღაც მიმართულებები, რადგან შეიძლება თქვა რომ იცი რა არის, აი მოდი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აქ ისედაც ვიცი 1-3-4 კომპანია, რომელიც ამაში ძალიან მაგრები არიან, ანუ მე რო ეხა დავიწყო რაღაც ქართული რომ ძალიან დიდი დრო შეიძლება დამჭირდეს იმისთვის, რომ იმ ადამიანების დონეზე მივიდე, რაღაც ასე შემდეგ. ხო არის რომ აი ბიზნესში მაგინებს გათვლებს აკეთებ ხოლმე რა, მაგრამ თქვენ შემთხვევაში ეხა არსებობდა რაღაც ბექგრაუნდი, რომელიც ეხა თქვენ გქონდათ, ეხა მე მაგალითად სააგენტრო გავაკეთე, კლიენტების რაოდენობის გამო გავაკეთე რა, იმიტომ რომ ბევრი კლიენტი დაგროვდა, რომელსაც უკვე ფიზიკურად ვეღარ ფარავდი მე პირადად და რაღაცა მოდი რაღაც იურიდიული ფორმა შემოგვეტანა მაგ ნაწილში. ანუ თქვენთვის რა იყო ის ფაქტორი, რამაც გაფიქრებინათ, ანუ მოდი შეიძლება ცალ-ცალკე უპასუხოთ ამას, იმიტომ რომ თქვენ უკვე გაქვთ თქვენი მიმართულებები, რის გამოც აირჩიეთ, თუნდაც აი ფილოსოფიური სტრატეგიის შექმნა მაგალითად ბრენდებისთვის, ხო? ანუ აი ეს გეფი, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გვიყურებს ძალიან ბევრი მარკეტერი, ბევრი ბრენდი, რომელიც შეიძლება დაფიქრდეს და თქვას, რომ იცი რა არის, ეს ადამიანები ისეთ რაღაცაზე საუბრობენ, რომელიც მე მჭირდება და მართლა ვერ ვნახე ჯერ ბაზარზე რა და აი მათთვისაც რომ გასაგები იყოს ფილოსოფიურ დონეზე რა სფარავთ ისეც, რასაც შეიძლება სხვა ვერ ფარავდეს პირობითად. ოკეი, სტრატეგიით დავიწყოთ მაშინ და მე გავშალოთ. პირველი სტრატეგიას არ ჩამოთვლი, რომ არ გამომჩნდეს ვინმე, მაგრამ საქართველოში ძალიან კარგად აკეთებს არაერთი ადამიანი, რომელთანაც იმუშავია, მეგობრობ და ძალიან ძლიერები არიან. თუმცა ეს არ ნიშნავს რას, რომ საკმარისი, აი რას თქვი რაოდენობაზე, რეალურად გაცილებით მეტად ვცდილობთ, რომ დავანახოთ არათუ
დიდ კომპანიებს, არამედ აი ყველაზე პატარა სტარტაპიდან დაწყებული, რამდენად მნიშვნელოვანი ეტაპი არის ეს. რამდენად აი ალეკო ეძახის კონსტიტუციას და მომწონს ეს შედარება, რა ეს არის ბრენდის კონსტიტუცია. თუ ჩვენ ისე შევხედავთ, რომ საქართველოში ჩვენ მარტო ლოკალურზე ვილაპარაკოთ, რა კომპანიებიც არსებობენ და არ აქვთ, რა კომპანიებიც იქმნება და არ აქვთ. არათუ რაღაც საკმარისი არ არის, არამედ აი კიდევ ბევრი უნდა გაკეთდეს, მე თუ მკითხავ სტრატეგიის კუთხითაც და არა მარტო. თუ ჩვენ სწორად გავაგებინებთ ამ ადამიანებს, რამდენად მართლა კონსტიტუციაა ეს დოკუმენტი, რომელსაც ის იღებს, რომელზეც ეფუძნება მე ნებისმიერი მისი აქტივობა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება რაღაცა 9 მილიონიანი ვიდეო თუ Facebook პოსტი. ყველაფერი რაღაცნაირად იმასთან მიდის. უბრალოდ ჩვენთან მიუხედავად იმისა, რომ არც თუ ცოტა ხანი არის, რაც აი ჩემი მოაზრებული ადამიანების სტრატეგიას აკეთებენ, მაინც შემიძლია ვთქვა, რომ რაღაცნაირად ბრენდებს, ზოგადად ბიზნესებს, კარგად შეიძლება ჯერ კიდევ აუხსენით და გავაგებინეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ეს კულტურა, აი რამე საქმეს რო იწყებ, წარმოიდგინე, რომ იწყებდა იმითი, რომ სახელსაც არ არქმევდა. პირდაპირ იწყებდა იმითი, რომ სტრატეგია გააკეთო რა. აი ამ სტრატეგიაზე იდგეს სახელიც კი. აი ეს იმდენად ბექშია, ეს იმდენად ფუნდამენტი და საძირკველია, რომ აი საძირკველი რო დავინახოთ, რომ სადღაც ჩაყრილია, აი მე იდგმება იმაზე და კაცშულმა არის ხა ფოტოს თუ არ შეხედე რაც გარედან არის გამოკრული აქ 100 სართულიანი იქნება თუ 20-იანი იქნება მაგრამ ჯერ საზირკველია რა აუ გაგაწყვეტინებ რა ეხ გამახსენდა ერთი რაღაც რომ რაღაც საუბრობდით იმაზე თუ რა საჭირო არის სტრატეგია ბრენდისთვის და ასეთი კითხვა დასვა ერთ-ერთმა ადამიანმა რომ გარანტია გაყიდვების სტრატეგიიდან ხო და ეს მგონია საკმაოდ ისეთი გასაშლელი და კარგი სალაპარაკო მომენტი, იმიტომ რომ და ალბათ ხა ჩემგან წამოვიდა შენთან კითხვა, მაგრამ რეალურად ჩანს ამისი საჭიროება რა, ხო რომ გავმარტოთ ცოტა ეს რომ რა გაყიდვები სხვაგან არის, სტრატეგია სხვა და რა ხდება შიგნით რა, იმიტომ რომ ალბათ და ასევე ერთ რაღაცას ჩემგანს დავამატებ, რომ ცოტა რაღაც ისეთი აღქმა არსებობს ამ სტრატეგიაზე, რომ რაღაცა ტლანქი გრძელი უსაშუალო პროცესი, რომელიც აი რა არ არის ასე, არის მარტივი ხარტი, რაღაცა გონიერი გამოსავალი თუ მითითებები თუ ჩარჩოები, რომლებიც გარკვეულ კალაპოტს გიკეთებენ და შენ თუ დაინახავ და ამას დაიჯერებ, всё ფაქტიურად რაღაც ავტობანი გაქვს და მე იქ ხან ნიშანს დააყენებ, ხან რაღაცას შეღებავ და ეგ ახარ, ანუ ძალიან მარტივად შეიძლება რაღაც კალაპოტში ჩადგე რა, ანუ არაფერი რთულია მაშინ და რაღაცა ისეთი არ არის. ისე ბევრი ბრენდისგან გამიგია, რომ მაგალითად სტრატეგიაზე მუშაობა იმიტომ არ დაუწყიათ და აზარებიათ, ესე ვთქვათ, იმიტომ რომ მათთვის როგორც ახსენი არის ძალიან ხანგრძლივი პროცესი, რაღაცა გაუთავებელი ინტერვიუები, გაუთავებელი რაღაცა და გონიათ რომ ამას უბრალოდ აზრი არ აქვს და არანაირად ხოხები, ანუ დროს არ უთმობენ და მეორე ნაწილი არის ბიუჯეტის ნაწილი რა, ანუ მაგაზის მინდა და მეთქვა რომ ძალიან ბევრი პატარა ბრენდმა შეიძლება თავი შეიკავოს ესე დაალაგებულად ყველაფრის დაწყებაც, იმიტომ რომ მათთვის მაინც ზვირადღირებულ სერვისად შეიძლება მოიაზრებოდეს რა და ალბათ ეგეც საინტერესო არის, იმიტომ რომ ეხლა სოციმედიის რაღაც სააგენტოს დაქირავება ან რაღაც პოსტების მომზადება და რაღაცა შედარებით უფრო ბიუჯეტური ვარიანტია ოპერირების დაწყებისთვის. მაგრამ როცა სტრატეგია გაგაჩნია, უკვე თვითონ სხვა დანარჩენი სააგენტოებზე ყველა გიყურებს, უკვე ცოტა სხვა ლეველზე მყოფ ბრენდს რა, იმიტომ რომ ჩვენთანაც სააგენტოს რომ მოდის და თავის სტრატეგიით ყველანაირი დოკუმენტი რო გაქვს გამზადებული, ანუ ესე იგი ამათ უკვე უმუშავიათ და ხო ხტები, ანუ სხვანაირად ხედავენ თემას. აი, რამდენად არის მოქნილი, აი, ეს ცოტა უფრო ალბათ საოპერაციო რაღაც სააგენტოს კითხვა არის, მაგას ეხება, რომ აი შესაძლებელია რომ რაღაცა აი ფექები არსებობს, რომ პირობითად შეიძლება რაღაცა გრძელ
პერიოდზე გეთანამშრომლობს კომპანია, თუნდაც გადახდის პირობით, თუნდაც არ ვიცი, იმიტომ რომ სტრატეგია ხო რაღაც ერთჯერადი მომსახურება არის, ასე რომ ვთქვათ, ბშყალებში, რომელიც რაღაც 2-3 თვეში შეიძლება ჩაიხუროს, კონდეს ამ ბრენდს, მაგრამ ამ ბრენდს ჭირდებოდეს, არ ვიცი, 1 წელი თქვენი დახმარება პირობითად რა და რამდენად შეიძლება რომ ეგ სერვისი კიდევ უფრო, ეხლა არ ვიცი მე პრაისების დონეზე ამაში ცხადი არ ვაპირებ შესვლას, უბრალოდ ეგ მოქნიობა რამდენად აძლევთ ბიზნესებს. ყველა შემთხვევაში ვაძლევთ, აი პირდაპირ შემიძლია თქვა ეგ და გონია რომ განცდის დონეზეც კი, ანუ აი მით უმეტეს საქართველოში ცხოვრება ზაგერთი პლუსი რა, ანუ უბრალოდ შენ პულზე ხელი თუ გიჭირავს, ხვდები რომ სტარტაპს ხვანაირი გვერდით მომაჭირდება ამ წამს და დიდ კომპანიას, რომელიც რაღაცა ძალიან მასშტაბურ ან რეორგანიზაციას ან რებრენდინგს ფიქრობს, ხვანაირი. აქ რეალურად იმ ჯერ ერთი რესურსულადაც იმაზე გაცილებით მეტ სიხარჯები, ვიდრე ვთქვათ პატარა ბრენდზე. ეს არნიშნავს რომ ამას აკლებ, ამას უბრალოდ იქ რამდენი ადამიანიც არის ჩართული, ფიზიკურად არ არის საჭირო აქ რომ იყოს ჩართული, ეგ ერთი მეორე. მაგრამ ბოდიში გაგაწყვეტინებ, შეიძლება მოხდეს ისე რომ სტარტაპმა უფრო მეტი გადაგიხადოს და დიდმა ბრენდმა უფრო ცოტა და უფრო გეწწულოს. კი ბატონო. თუმცა სულ ერთი და იგივე უნდოდეთ, სულ ერთი და იგივე საჭიროებდეს. ანუ უბრალოდ შენ თვითონაც საზღვრავ ადამიანურ დონეზეც კი უნდა განსაზღვრო ჩემი აზრით რომ ამას რისი საშუალება აქვს ეხლა და რაღაცა მოლაპარაკების შედეგად მიიღო ისეთი რასაც შეძლებს ეს ბრენდი და უბრალოდ არ იფიქრებს რომ ეხლა შენი რესურსი არ აქვს და აი როცა ექნება მე არ არსებობს აი მე შეიძლება გადაიღო გოლი ცოტა მე მაგრამ სტრატეგია ამით თუ იწყებ და თან მით უმეტეს ცოტა არ ვიცი რამდენად სწორი არის ამ სიტყვის ხმარება, ცოტა CSR-იც არის რა, ჩემი წარმოდგენაში, იმიტომ რომ ცოტა რაღაც სოციალობა თუ შენ გინდა და ჩვენ ეგ გვინდა, რომ ეს კულტურა იყოს, აი, 2-4-ით, რომ ყველას უნდა ქონდეს სტრატეგია, პატარა თუ დიდია, კეთილი უნდა ინებოდა, სადღაც შენ ხვდები, რომ რესურსი არ აქვს ამ კონკრეტულ კომპანიას იმდენი, რომ ამ წუთას ყველა ამ სერვისს გაწვდეს, ცოტა შენს უნდა მიეხმარო რა და ცოტა შენს უნდა ჩამოციო რა, იმიტომ რომ ამ დროს სწორი სურვილი აქვს იმას ის უნდა რაც შენ გინდა რომ მოხდეს რა ქვეყანაში და მე გმინდა რომ ეს არ არის მარტო ბიზნესი და საქმე და შემოსავალი, ეს რაღაცა კულტურა არის, ხა ხმამაღლა შეიძლება ჟღერდეს, მაგრამ მართლა გვინდა რომ ეგ კულტურა როგორც კოპირაითერსაც მინდა, იმიტომ რომ მე ეგ საქმე არ შემიჩერებია და დღემდე მუშაობ და მე მინდა რომ დიდი მოვა თუ პატარა მოვა როგორც კოპირაიტერთან და დარწმუნებული ვარ რომ მათასის დამეთანხმება მაგაში სტრატეგიით მოვიდეს აი რაც თქვი და მე რაღაცა გადავშალო და დავინახო ამ ადამიანს ამ ბრენდს ჩემგან რა უნდა და წინას არ ვიცოდე მე აღარ მიწევდეს კითხვა იმისი პირობითად აი იუმორი მოსულა თუ არ მოსულა პირდაპირ ჩანდეს ეგ იქ რა იგივეა ხა ვიზუალური სტილისთვის თავისთავად როცა მე ამის ბრენდინგს აკეთებ ხო აი მან მაგაზე მინდა უკვე რომ გადავიდე ხო აი იგივეა რომ თამაში დაიწყო გახურების გარეშე რა და სტრატეგია არის უკვე გახურება და გახურებული მოდის და უკვე აღარ არის რთული იქ თამაში რა ანუ რაღაცა მარტივი მეტაფორა ეგ იქნებოდა რა თან კონტექსტსაც ხო ანუ რაღაცა აი ამ შინაარს ხო გააჩნია რომ უცებ ნოლიდან კი არ უწევს რაღაცის დანახვა ვიზუალის ხო ეს ძალიან რთული პროცესი არის და როცა უკვე რაღაც ნაფიქრია რაღაცა შინაარსებში შესულები არიან რაღაცა უკვე რაღაცნაირი მოლოდინი არსებობს რა რას მიიღებს რა თუ განწყობით იმითი ამითი და შენ რაღაცა კონკრეტულ შედეგს რო დაანახებ უკვე მისთვის გასაკვირი მოულოდნელი და სტრესული კი არა იმის ხელოვნურად კი უნდა შეიყვაროს უკვე რაღაცა მზაობა ქონდა ამაზე რა და რაღაც ისეთი გრადუალი გადადის უკვე მიმღებლობა მეტი აქვს რა იმარტივად რო ვთქვა რა ძალიან მნიშვნელოვანია მეტი აქვს და რაღაცა თვითონვე გზნობს რა ხდება რომ უკვე ხელში რაღაცა უჭირავს რაღაცნაირად რაც მოტოა რეალურად ანუ სისტემა დავარქვით ახლა ბოლოს ჩვენ მაგალითად აი რაღაცა წლების მანძილზე ლექციებსაც კი მითვიწყებდი ხოლმე რომ ბრენდი არის ადამიანი და ასე შემდეგ რაღაცნაირად ისეთ ეპოქაში შევიდა ზოგადად კომუნიკაციაც და ზოგადად ბიზნესების და ბრენდების რომ ეხლა რო უყურებ რაღაც გონია რომ ეს ბრენდები ჩვენგან საჭიროებენ რაღაცა გამართულ სისტემას რომელიც სისტემას უბრალოდ მუშაობს ოღონდ მან შემოდის აი წევანას დაიწყე
რა ფაქტორი შემოიტანე, რომ რამდენად გაყვება ამას ეს. რამდენად გააგრძელებს ამით ხელმძღვანელობას, იმიტომ რომ გულწრფელი ვიქნები, რომ მქონია შემთხვევები, როცა ჩაიბარეს რაღაცა აპლოდისმენტებით და ძალიან მოწონებული სტრატეგია და მე მინახავს კომუნიკაცია, რომელიც რაღაც იმ 50 სლაიდიდან არც ერთს არ ემთხვევა რა. და რეალურად ხვდები და მithქვამს თუ შინაური ყოფილა, რომ უბრალოდ კი არაფერი არ მინდა, მეთქი პროსტო მკითხე, ხო? გადაშალეთ ხანახან. რო რა გაყვე ამას. იმიტომ რომ ეხლა მათასიმ ძალიან ისეთი რამე წამოწიარეთ ეხლა რაც სულ არის. და პირველი ასოციაცია, რადგან ეს მაინც კომუნიკაციას ეხება და ბრენდის ნაწილი არის, ანუ მარკეტინგ ნაწილის შემდეგ გაყიდვები. ხო. ეს ჯერ ერთი სტრატეგია არ არის, მაგ სტრატეგია იმუშავებს მაგაზეც თავის ხრივ, მაგრამ ამ სტრატეგიას გამოვლინება ყიდის და არა ეს დოკუმენტი სალკე გინდა ქონია, გინდა არა თუ არაფერი არ კენი რა. შენ რეალურად მე ამით იწყებ ცხოვრებას. ამით რო იწყებ ცხოვრებას, შენ ხვალვე ხო ვერ გახდები რაღაცა როკსტარი. ანუ შენ გინდა რაღაცა პერიოდი. რაღაცა წლები, პერმანენტული აქტივობა, იმ რესურსიდან საშუალებებით, რაც რეალურად გაქვს. გასაგებია, რომ ვიღაცას მეტი აქვს, ვიღაცას ნაკლები, მაგრამ სტრატეგია ერთნაირად მუშაობს მასშტაბით და მიმართებაში, ასე ვთქვათ. მე ეგ არის, მე მოვიფიქრე თქვათ ეგ, რომ აი პირდაპირ რაღაცა მოლაპარაკების დონეზე 3 თვე საპორტი შედის ხოლმე რა პირდაპირ. შეუძლიათ რომ აი დაეხმარო, უბრალოდ გვაჩვენ. ანუ ისე არ დადო რამე არ გვაჩვენო და უბრალოდ ფიდბექს დაგიბრუნებთ, გეტყვით, სწორად მინიხარ, არასწორად მინიხარ. არის ხო, ეგ კომფორტულია. გვაქვს უფრო ისეთი მძიმე საპორტ სისტემა, სადაც რაღაცა სხვა მოლაპარაკებაზეა, მაგრამ აი უკვე თქვათ იმან სააგენტო მოიყვანა და პროდაქშენი აქვს, შენ ერთვები იმ სააგენტოს იდეებს ნახულობ, უზიარებ ფიდბექს, ჩართული ხარ ძალიან ყველაფერში რა. ესმის. რაც გონია რომ იცი რომ შენ ინტერესში არის. ანუ მე მაგრამ მინდა რომ აი იმათ ვისაც სტრატეგიას გაუკეთებთ და მე ეს ბრენდინგი დაერთვება და ეს შედგება, აი ამას მიცემ და ამ პროცესებსაც გაივლი, მე გეთქმულს რა ეს რომ ესეთია. აი მე ჩემი რაღაცა მაქვს შეტანილი და ამით რაღაც ეგ სიამაყე გქონდეს რა. და მაგისთვის პირიქით შენ ინტერესში არის რომ ის აი ამას გაყვეს რეალურად ეგ ატაროს. სისტემა ჩანდეს. ხო, მატასისთან იგივე ნაწილს გავაგრძელებ, ანუ ფაქტობრივად ის კითხვა, რაც ახლა ქუცასთან დავსვი, ანუ ის გეფირის, რაც დიზაინის ნაწილზე ჩვენ ახლა ხშირად არ გვისაუბრია ჩვენს პოდკასტში და საინტერესო არის, აი რას უყურებთ, რა ხარის ეს არ არის ალბათ კლასიკური დიზაინ სოლუშენები, რაც ალბათ შეიძლება დღეს ააგენტოებს აქვთ, ხო? შეიძლება ეს უფრო ფართოა, იმიტომ რომ თქვენ რას ფარავთ, რას მოიცავს ეს დიზაინი ხო პირობითად ერთი არის რაღაცა პროდუქტის შექმნა არის შეიძლება კიდე მის მიღმა რაღაცა სხვა სერვისებსაც მოიცავდეს საინტერესო არის ეგ და ის განმასხვავებელი ნიშნები რაც თქვენ გაქვთ ეს უნიკალური რასაც თავაზობთ თქვენსთან მოსულ ბრენდს ხო მოდი ისე მოვყვები ზოგადად რა განსხვავება შეიძლება იყოს დღევანდელ დღეს აი ამ ჩვენ სტუდიას და დავუშვათ 4-5 წლის წინანდელ სტუდიებს შორის ხო ანუ რაღაც ამ განვითარებამ და სწრაფმა რაღაც ახალმა ერამ ხო რაღაც თავისი საჭიროებები გააჩინა რა შესაბამისად ანუ ჩვენც ადამიანებიც რაღაცნაირად ვერ გებით რა ამ ყველაფერს და აი ხა დღეს იმდენად სწრაფად ხდება რაღაცა სოლუშენების მოფიქრებაც და ამის რაღაც სადღაც ჩაინტეგრირებაც და იქიდან მე გამოსავლის მოძებნაც და მე უცებ გარეთ გადიხარ და სტამბებთან ურთიერთ ძალიან ასწრაფებულია რა ყველაფერი რა შესაბამისად ანუ იმითი დავიწყებ რომ არაფერი არ არის რაღაც ესეთი სტაგნატური და გაჩერებული და სულ დინამიკაში ხდება ყველაფერი რა ანუ რაღაც ერთი კონკრეტული რაღაც ის ეტალონი არ არსებობს რა სულ რაღაცა რა ცვლილება არის და ასე შემდეგ ხო ეხა ჩვენ მაგალითად წეღანში რასაც ამბობდი ხო რეალურად
შემოქმედებითი სფერო ვართ რა. მან ეხა კონკრეტულად ეს არის ჩემი განმასხვავებელი, რაც ცოტა ბიზნეს სურათ ვერ იტყვი რა. შემოქმედება არის, შემოქმედების ადამიანი უნიკალური არის, ხო? ინდივიდი ხარ და ეს უკვე განგასხვავებს ძალიან მაგრა, ხო? და ეხა იქ უკვე პროცესის წილი არის ჩემი აზრით და გუნდის და იმ რაღაცა გრავიტაციის ამბავი არის, იქიდან რა გამოვა რა. მაგიტომ ხო ხელწერაც არის რა ხელწერაც არის და ანუ სტილი ხა მაგათაც ყოფილა ხოლმე რომ რაღაც სააგენტოს რო ცნობ ნამუშევრის მიხედვით ხო რა თქმა უნდა ეგ შეიძლება კარგიც იყოს ცუდიც იყოს ხო ახლა გააჩნია რა ვიცი აი შეიძლება ის იყოს ხო და აი ის რომ შენ თავშად როგორც კლიენტი მოდიხარ სააგენტოში და იცი რომ შენ რაღაც არ შეგიძლია და რაც არ შეგიძლია იმისთვის მიდიხარ იქ რა აქ ეს თუ გააზრებული აქ რაღაც ნდობა ყალიბდება ეს ნდობა არის აი როგორი ბეისლაინი იცი აი არის ხოლმე რომ არ არის და ისე მოდიან რა აი მოდის მაგრამ შენზე კარგად იცის დიზაინის გაკეთება უცებ რა ან რაღაცა ხო კუზაზის ქონა დარწმუნებული რომ კოპი უკეთ იცის ახლა იქ რა სიტყვა უნდა დაგიწეროს და აი მან უბრალოდ ხვდები რომ რატო კარგავთ დროს რა სტრატეგიაზე პლუსი კი აქვს ისე მაგას ვერ ნახავ რომ მოვიდე და სტრატეგია უფრო კარგი ხომ სტრატეგიის ეშინია ყველა სტრატეგია რაღაცა ბუა დიდი რომ სტრატეგია თორე დიზაინა ლოგო დახატე უნდა რა პრობლემაა თორე ხო და ამიტომ აი რაღაცა ეგრე ვერ ვიტყვი რომ აი რაღაც ძალიან ისე ძალიან პროფესიონალურად რო ჩვენი რაღაცა განმასხვავებელი ნიშა რა თქმა უნდა რაღაცები გვაქვს რა რაღაც ისეთი მაგარი ხალხი ყავს რომ თითოეული ჩემი აზრით რა ჩვენც რაღაც პროცესს გააჩნია რა ძალიან მაგიტომ მასე გავცემ მაგ კითხვას რა შენ დასვი რა ხო მესმის ხო მე მინდა რომ ახლა გადავიდეთ თქვენ კოლაბორაციაზე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო შემთხვევა არის ეს და საიდან დაკოლაბდით და როგორ გახდით თანამხეცები, როგორც დავიწყეთ. რა ნაწილში თანამხეცობთ თქვენ ორი ყველაფერს მოიტყვი ხა სანამ კამერას ჩავთავდი. მოუყვები მაგალითად. ეგ მომენტი არ ყოფილა რომ დაუშვათ მე და ქუცა ბევრი წელი ერთმანეთს ვიცნობთ და არ ყოფილა რომ რაც შევხვდით რა აი რაღაც მოდი რა ქუც რაღაც გავაკეთოთ ეგრე არ ყოფილა საჭიროებამ გააჩინა ჩვენი გადაკვეთა საჭირო გახდა რომ გადავკვეთილიყავთ რაღაც კონკრეტული კომპანიისთვის ჯერჯერობით ვერ ვიტყვით რომლისთვის და ჩვენთან იყო მოსული რომ უნდა გაგვეკეთებინა სრული რედიზაინი და რებრენდინგი წაგვეშალა რაც იყო და ახლიდან დაგვეწერა და ქონდათ საჭიროება იმისი რომ სტრატეგიაც უნდოდათ და გამახსენდა რომ შეიძლება ქუცასთან მეთანამშრომლა საერთოდ არც მახსოვდა რომ ქუცას რაღაც თავისი აგენტო ქონა გალილეო არც მახსოვდა მაშინ ხო ისიც ახალია თან რა ძალიან მაგ დროს რა დაახლოებით პერიოდში შევოდით რეალურად ეს კლიენტი ვიზაც ყვები ორივესი ესე დიდი ბოლდ კლიენტი ერთი პირველი იყო ორივესთვის რა და ნუ რეალურად მან დავიწყეთ მუშაობა ამ პროცესმა იწევან გუნდზე რომ გავამახვილე ყურადღება აქ ზუსტად ეგ მოხდა რა რასაც ლაპარაკობდი რომ რაღაცა იმდენად ესე ქიმია დატრიალდა შევერთდით რაღაცა ღირებულებები დაემთხვა ბევრ რამეში ინტერესებიც თვითონ მუშაობის სპეციფიკა და ასე ბევრმა რაღაცამ რაღაცა ისე კარგად აგვაბურთავა გემრიელად რაღაცა ეს ერთმერე პარალელურად რაღაც მეორე პროექტი გამოჩნდა მე და ქუცა ისე ცალკე ჩვენი კომპანიების მიღმაც ვაკეთებთ Game of S ამ შემთხვევაში ვიტყვი ხო რაღაც კაი ხანია უკვე და მოკლედ აი ესეც რაღაც ორგანულად განვითარდა ესე რა და მე ბარემ თქვით რომ რაღაცა მოდი რაღაც ერთი მოდი რამე ხوار გავაკეთოთ ბარემ რაღაცა გვერქვას რამე ხوار გავაკეთოთ მე აქ უნდა ვთქვათ რომ არ გავერთიანებულ ვართ ან უბრალოდ რაღაც ამ კოლაბორაციაში ვართ გალილეო სტრატეჯი და ამპერსანდი სტრატეგია და დიზაინი აი ამ რაღაცა სერვისებს უსევთ ერთმანეთს ზუსტად ერთმანეთს და სავიზიტოც ქონდა ამ ფორუმზე ერთი მხრიდან ჩვენ მეორე მხარეს ბიჭები და ნუ ცნაური ისე საინტერესო კეისი არის რაღაცა მაგრამ ხიბლავს ეგრო რაღაცა
ორი ორგანიზმი რაღაცა ერთ სხეულად რაღაცაერად აკეთებს საქმეს რა და ნუ თან არის რომ ეხლა 10-დან ალბათ რაღაც 8 შემთხვევაში თუ მეტში არა ნოლიდან იწყებს რა ვისაც სტრატეგია ჭირდება იმას როგორც წესი ჭირდება ვიზუალური შეფუთვაც ვიზუალური ბრენდინგიც რა ან რებრენდინგი აქვს ბიზნესში კომპანიაში ან ლონჩი აქვს რა შესაბამისად რაღაცნაირად სტრატეგიასთან პირდაპირ პირველი რაც უნდა გაკეთდეს აი ჯერ სტრატეგია გაქვს და მეორე რაც უნდა გქონდეს არის ის რასაც ამ პერსონაჟი აკეთებს ანუ ამ ყველაფრის პირველი გამოსხივება ვიზუალური იდენტობა რა ფილოსოფიური იდენტობა ვიზუალური იდენტობა ამორის რაღაცა შერწყმით ვიღებთ იმას რაც უეჭვი რა ეს რო უკვე ხელში გიჭირავს მერე დაიწყე აქტივობა გააკეთე გვერდი და გადაიღე ვიდეო იმიტომ რომ ეს ორი ყველა ვარიანტი გჭირდება ანუ რაღაც კუთხით ხარისხის ამბავშიც ალბათ უფრო ხარისხიანი გამოდის იმიტომ რომ აი ხშირად არის ხოლმე რომ მაგალითად გაუკეთებ სტრატეგიას ის მერე ოკეი ჩამოართვევთ ხელს ის მერე წავა რაღაც სხვა სააგენტოსთან რომელიც შენ გაუკეთოს რაღაც ისეთი ვიზუალური მიმართულება რომელზეც შენ თქვა რომ აუφ ამათ საწასულან ესენი და არ დაემთხვეს იმ ხედვას მერე ის უკმაყოფილოა ან იმაზე ან ამაზე მერე ისინი ერთმანეთს აბრალებენ რომ სტრატეგია იყო ესეთი და იმიტომ ეს მერე ის და აი ძალიან ის ირევა ხოლმე და კოც კომფორტულია ერთ ვინც მოიფიქრა და ჩაიფიქრა ისიც რომ რაღაცა ვიზუალურად პირველი პრეზენტაცია სტრატეგიის ჩვენ თავისთავად ცალკე ვმუშაობ ჯერ სტრატეგიაზე ჩვენი რაღაც ჩვენი ის გვაქვს რა ქვია ქრონოლოგია და სტილი ასე შემდეგ მაგრამ ძალიან ზედითი კომფორტი არის რომ უცებ აი პირველი ვინც ამას ისმენს არიან გოგოები წარმოიდგინე მიდიხარ პირდაპირ და პირველი ფილტრი ამ სტრატეგიის არის რომ დიზაინ სტუდია აენთება თუ არა ამ სტრატეგიაზე ის რაც უნდა აინახოს და ხო და მაგრამ მუშაობს ეგ ძალიან კარგად მუშაობს იმიტომ რომ შენ რეალურად იცი ამ ბრენდის შინაარსი თავისი საწყისიდანვე და იქ უკვე ბევრად წინ ხარ ვიდრე რაღაცა ნებისმიერ უმაგრეს დიზაინერს დაავალო ხო ანუ შენ უკვე ამ პროცესის მონაწილე ხარ და ბევრად მაგრამ გესმის შესაბამისად სხვა შედეგი იდება კი ხარისხზე ძალიან მოქმედებს ეგ სამეგი ამის გადავლა, თქვათ რაღაცა ცვლილებების შეტანა რაღაცა ხდება არა მარტო სტრატეგების ნაჩვენი ჭრილიდან, არამედ ძალიან გამოცდილი გუნდის ვიზუალური ხედვიდანაც რომ რეალურად ეს გარეთ გამოვა თუ არა. აქ რამე პროსტად სხვა ლაპარაკობთ რაღაცა. სადღე გრძელოს თუ რეალურად ბადებს ეს რა. მერე პირიქით. ხო, პირიქით. რო გააკეთებენ გოგოები და გუნდი ვინც მუშაობს ამ ვიზუალურ შეფუთვას, აბა ხედავთ თქვენ იმას რა ქვია. ხო. მამაში და ეს ძალიან გეხმარება. აი მე რაც ანუ სუბიექტური ვიყო მათასის მიმართ რომ ის რა ქვია უდიდეს წონას რას იფიქრებს და რა მეწონება დებდე მაგაზე. მაინც ობიექტურად იღებ შეფასებას ყველა ვარიანტში. ეს არ არის მარტო რომ არ გაქვს იმის საშუალება ეს უბრალოდ მეგობარს არ ეკითხება. საერთო საქმისთვის გინდა არ გინდა რაღაცები ყველა ვარიანტში უნდა თქვა თუ რამეზე არ ინტერესდება. ნუ უნდა ინთებოდეს. მატასის თუ არ ინთება უსებ ამ სტრატეგიაზე, ნუ აი რაღაცზე უნდა ვილაპარაკოთ მე ხო სადღა მიდიხარ. მაშინ აქ რამე ცნობები სასწრაფოდ უნდა შეიტანო რა და ეს ძალიან დიდი ფორაა. მესმის. ხო, თან ეს ჩამოგვიყალიბდა რომ როცა ერთმანეთს უკვე ისე ვენდობით რომ ჩვენც უკვე დიზაინს ამათ სტრატეგიაზე რო გავაკეთებთ, უკან ვაბრუნებთ რომ აი და მე იქაც მსჯელობა მიდის და ეგ ხო ჯამში ძალიან წინ გწევს რა. პლუს ერთსაც დავამატებ რომ აი საპორტის ამბავში რა უცამრად სახსენა რომ დავუშვათ მე ფიდბექი რა რომ აი დავუშვათ ამას დადებას ვაპირებთ და ღირს და შეგვახედეთ ხო. ან ჩვენ მხარესაც რაღაცა მე მაგალითად თავს როგორც გრაფიკულ დიზაინერს ვაპოზიციონირებ, ან ყველაზე კომფორტულად მან ვგრძნობ თავს დღემდე. ძალიან მიყვარს სოციალური მედია პოსტების გაკეთება, რაც აი როგორც წესი ყველა დიზაინერისთვის არის ღამის კოშმარი, რომ აუ რაღაცა შევხვედრი ვარ, ახლა ძალიან ბევრი დიზაინერი მყოლია და არის როგორც წესი ნაითმერი.
არა, უდიდესი თავისუფლება გაქვს, ანუ აი რაც გინდა ის შეგიძლია რომ გააკეთო და რაღაცა ხელიც გაავარჯიშო, თვალიც გაავარჯიშო, შენ თავიც გასინჯო რაღაცაში, რაღაცა ახალიც ისწავლო და ძალიან საინტერესო. მაგ იმაში რომ საპორტი ხო, ძალიან ხშირად მე თვითონვე ვიღებ ხოლმე ჩემ თავზე, რომ აი მოდი რაღაცა პერიოდი გამოყვებით და უშუალოდ 1 თვე თუ 3 თვე თუ ასე შემდეგ. იგივე სოციმედია პოსტების ნაწილში რა და ნუ როგორც წესი ყველას ძალიან მოხარია ეგ და შენ ერთია რომ ეს ბრენდინგის დოკუმენტი ხო რაღაც ეს სისტემა რასაც აძლევდა მეორე არის იმის გამოყენება ხო როგორ უკვე განხორციელდება და გაცოცხლდება ეს ყველაფერი და შენ თვითონვე რო აძლევ პირველ მაგალითებს ხო და ანახებ როგორ შეიძლება რომ ეს სისტემა გადათამაშდეს უკვე და გამრავალფეროვნდე ხო რაღაცა კარგ მენუალს აძლევ რეალურად როგორ იხელმძღვანელოს რა და როგორც წესი კაია ხოლმე რა ვიდრე სულ ახალმა მოგიდოს ხელი მესმის ერთი ძალიან კაი მხატვრული რამე ხდება ამ პროცესში რა რომ და რეალურად აი ეს განსხვავებაზე რაც იკითხე რა რაღაცა მეც მოვერიდები მაღლა რაღაცა განგვასხვავებს ანუ ალბათ ყველაზე კაი იქნება თუ განგვასხვავებს იმ კონკრეტულ მომენტში იმ კონკრეტულ ბრენდთან დადებული შედეგი თუ იქნება განმეორებელი რა დანარჩენი ჩვეულებრივად ინდივიდი ხარ რომელსაც შენი პროფესია გაქვს და მუშაობ და მართლაც ვეთანხმები მათასის რომ იმ მომენტში ვიწყებს რაღაცა გაცოცხლებას შენში თორე და დანარჩენი ისა არ ვართ ამ პარტავანი ხალხი უბრალოდ იმ მომენტში უნდა გავაკეთოთ და ერთი ძალიან საინტერესო რამე ხდება რომ გალილეოს სლოგანი არის think big გამომდინარე იქიდან რომ რაღაცნაირად მაგზას მიყვებით და ეგ შემოვიტანეთ ასე ვთქვათ რომ ყველა შემთხვევაში ნებისმიერ кейსი დაფუძნებული არის ფილოსოფიურ ნაშრომებზე დაწყებული კანტიდან დამთავრებული ჰამურაბით და რადგანაც თვლით რომ რაღაცა სამყაროში არსებობს პასუხი უბრალოდ ამის რაღაცნაირად სწორად სწორ მომენტში სწორ კლიენტთან გადმოთარგმნა არის უკვე შენი ხელოვნება რა და ვიზუალური ნაწილი თითქოს აი ამ რაღაცა წარსულიდან უკვე მომავალს შეიხედავს რა და ეგ წარმოვიდგინოთ წარსულიდან რაღაც წამოვიღეთ აწყოში შევერთდით და მომავლისთვის უკვე ამათმა ეს ყველაფერი რაღაცნაირად ხორცი შეასხეს ვიზუალურად ამ ყველაფერს და ეს რაღაცა ეს სამი ნაბიჯი რაღაცა წარსული აწყო და მომავალი რაღაცნაირად მართლა ხელში აძლევს ბრენდს აი კონსტიტუციას რა რომლითაც მერე ეს long term-ია რეალურად ეს ყველა ვარიანტი long term-ისთვის კეთდება ეს არის სამომავლოდ ჩახრილი საზირკველი რომ მე ზუსტად ვიცოდე რომ მინიმუმ 10 წელი ამ გზაზე ვდგავარ რა მესმის ძალიან სიღრმეებში შევედით და მე მინდა რომ ხა ცოტა ზოგად საკაცობრიო საკითხებსაც შევეხო, იმიტომ რომ ჩვენ პოდკასტში რამოდენიმე სხვადასხვა მიმართულება გვინდა რომ დავფაროთ. ჩვენ პოდკასტში ყავს პარტნიორი, რომელსაც აქვს შეკითხვა Aromako, ესეთი კომპანია, რომელიც უფრო არომა მარკეტინგის სააგენტოდ პოზიციონირებს ბოლო პერიოდია და ჩვენ სტუმრებთან არის კითხვა ზოგადად რა როლი აქვს Aromას კომუნიკაციაში და ყოფილა შემთხვევები ხა მათთანაც ქონდა ჩვენ ეპიზოდი, როცა აღნიშნეს ბრენდ სტრატეგიების მიერ ბრენდს როცა ქმნიან იქ რომ უნდა ჩადონ თუნდაც ის რომ როგორი ფერი აქვს, როგორი ხასიათი აქვს, ასევე როგორი არომატი აქვს ამ ბრენდს, ანუ როგორი არომატით უნდა გახსოვდეს, ცხადია ხა ინდუსტრიების მიხედვით განსხვავებული იქნება, მაგრამ მე ხა საქართველოში რო გითხრა, ბევრი кейსი კი არა და შეიძლება ვერ ჩამოთვალო ეგეთ кейსები, სადაც მომსვლია პლატფორმა, სადაც წერი ასევე როგორი სუნია ამ ბრენდს, ხო ხტები? თუმცა საერთაშორისო ბრენდები რომ ნახოთ, უამრავი გაიდლაინი არსებობს, სადაც თუნდაც ახლა რიტეილის ხარეს ვინც პოზიციონირებს, იქ უწერი ამ ბრენდს, რომ ეს ბრენდი უნდა იყოს გასურნელებული აი ამ კონკრეტული არომატით, იმიტომ რომ ეს არის ამ ბრენდის სურნელი რა და ძალიან საინტერესო არის ამ კუთხით თქვენი აზრი როგორ უყურებთ ზოგადად არომატს მარკეტინგში.
ძალიან ერთი საინტერესო ისტორია მახსენდება მაგაზე. მე ვცნობ ბრენდებს უნებით, განსაკუთრებით სტანსაცმლის ბრენდებს აქვს რაღაც სპეციფიური მომენტები და რამდენიმე წლის წინ ცხოვრობდი ლონდონში, Kings Road-ზე და ჩემი, დღის წესრიგი იყო, რაღაც გავდიოდი, ვსეირნობდი რა. და რაღაც მომენტში მივხვდი, რომ რაღაცა სუნი არსებობს ჩემს ირგვლივ და ვერ ხვდები, იმიტომ რომ სუნამოს არ ხმარობ ზოგადად რა. და შარვალს აქვს ძალიან გემრიელი სუნი რა. ვერ ხსნის რატო შარვალს, რატო ასეთის სუნი. მოკლედ ბევრი ძიების მერე მივაგენი, რომ ამ Kings Road-ზე, რომ გავდიოდი ყოველდღე, ერთ-ერთ სუნამოს ბრენდი არის ასეთი Penhaligon's ქვია. ბრიტანული ბრენდი არის. დაბლა ფეხების დონეზე, გარეთ ქონდა გამოტანილი აი ეს რაღაც არომატიზატორი, რომელიც აფრქვევდა, რომ საერთოდ ვერ ხედავთ. შიგნით რო შედიოდი, ეგ სუნი არ იდგა, გარეთ. მე ყოველდღე ჩავივლიდი, ჩამოვიდა და საკმაოდ ინტენსიური სუნი ქონდა და სასიან ჩემთვის ძალიან ჩემ გემოვნებაში კარგად ჩაჯდა რა. და მე ვიყიდე, ერთადერთი სუნამო, რომელიც აი ბოლომდე შეგნებულ ცხოვრებაში მქონია, ეგ იყო რა. ძალიან შემიყვარდა. кейსი რო სახლში მიყვებოდა რაღაც გაუაზრებო. ჩემი ნაწილი გახდა ისე, რომ საერთოდ არც არავინ არ მკითხა, მაგრამ ეს დაემთხვა, რომ გემოვნება დაგვემთხვა რა. შეიძლება ვიღაც არ მოწონებოდა და ძალიან არ იქნებოდა კარგი. მაგრამ მაგაზის საფიქრი აქვს ახლა რა. ავარაუდოთ, აი ეს სუნამო რა ვიცი, აი რა ვიждები, ისე მიყვარს. მომნუსხეს ეგრე. ხო, მე მაქვს ხოლმე გამოცდილება, რომ რაღაც აქამდე ესე აქტიურად არ ვაკვირდებოდი, თუმცა რაღაცა ბრენდების სუნი სადღაც უკვე გახსენდება, რომ თითქოს აი სადღაც რო შედიხარ და აქ ერთი და იგივე სუნელი რო გხვდება რა და მე ცნობ რაღაც მიხსირების ამბავში ძალიან კარგად მუშაობს და აქტიურად იწყებენ ნელა. კაი Stradivarius აქვს ძალიან გამოკვეთილი სუნი, რაც მახსოვს ტანსაცმლის ბრენდს და ყველა ქვეყანაში, სადაც არ უნდა შეხვიდე, სუნით ხვდები ამ ბრენდს რა, ეგ მახსენდება ხოლმე. საერთოდ მოქმედებს, ჩემზეც მოქმედია რა, შეყვა ასე სისუფთავის თუ რაღაცა. ამ პირიქით ცოტა რაღაცა ისეთი რა, სპეციფიური რომელიც აი მონოსხელია მე თვითონ არასდროს არ გამომიყენებია აი ეხლა რომ დავფიქრობდი რა რომ აი არასდროს არ გირჩევია ბრენდის მესაღა იდეა ხوار მიმიტანია რომელიც აი სუნთან იყო იქნებოდა კავშირში რა რაღაცა კრეატიული გადაწყვეტა და არა და ძალიან საინტერესო არის ეგ მაგჭერილი შემოტანა რა იმიტომ რომ რეალური კომუნიკაცია ხო გზნობებზეა თვალი, ყური, ყველაზე მაგას არ მგონია რომ რამე მაჯობოს ზოგადად სამყაროშიც, მაგრამ არა მარტო კომუნიკაციაში, მაგრამ ვიქვე ცხვირი რა, იმიტომ რომ ცხვირიც საკმაოდ ისეთი რამე არის რა. აი ასე მოგეწონოს ეხლა ცოტა აუთვისებელი ნიშაა ცხვირი. აუთვისებელი შეგრძნება რეკლამო ინდუსტრიაში რა. მე მგონი იმას აქვს, რა ქვია, Sinex აქვს ერთ-ერთ წიგში ვერ ვიხსენებ, რომ სადღაც მაგალითად აქვს მოყვანილი, რომ ეგეთი ინსაიტი იყო, როცა სარეცხს ირეცხებოდა, ადამიანი იმისთვის, რომ დარწმუნებულიყო გაირეცხა თუ არა, ყნოსავდნენ. და ეს ინსაიტი რომ დაიჭირეს სარეცხს საშუალებაში ამ ბრენდმა შეურია არომატიზატორი. ანუ განაუკეთესად რიცხავდა, უბრალოდ რო ყნოსავდნენ, უკეთესი სუნი ქონდა და ამ ხალხს კიდე ეგონა რომ ვა, ესე იგი რა კარგი სუნია, ესე იგი რა კარგად გაირეცხა რა. ანუ ფაქტიურად ეგეც ძალიან საინტერესო ინსაიტი იყო, რომელიც მომხმარებლიდან გამომდინარეობს და ერთ-ერთი ალბათ თავის დროზე რაღაცნაირად მისდაუნებურად ამ პროდუქტიდან გამომდინარე ათვისებული ქონდა ყავა რომელიც აი რაღაცნაირად ოღონდ აი ეგ ისე ბანალური იყო რომ რომ მიყვება ძინარე სადღაც და მიკი მაუსი სურნელს რომ მოყავს ჰაერში აი ის რომ ბრენდს რომელიც არა სურნელოვან რამეს ეგ უფრო საინტერესო არის რომ არა სურნელოვან რამეს რო აწარმოებს ტექნიკას პირობითად მაგრამ რაღაცა კონკრეტულ სუნთან რო ასოცირდება არომატთან ეგ ძალიან საინტერესოა რა ნამდვილად მე მინდოდა ესეთი რაღაც შევმეტანა ჩვენთან ზოგადად მინდა რომ რაღაცა
გული გადაუშალოთ ჩვენს აუდიტორიას და უთხრათ რა შეიძლება გავაკეთოთ ისე, რასაც არ ვაკეთებთ შეიძლება ან ცუდი მაგალითები გვხვდება. ჩვენს პოდკასტის განუყოფელი ნაწილი არის ბრიფი. და პირველი ყოველთვის მაქედან ვიწყებთ ხოლმე კითხვას, რა იყო ბრიფი და როგორი ბრიფი იყო, რამდენად სწორად დაწერილი, იმიტომ რომ ძალიან ხშირია ბრიფზე წუწუნი ჩვენს ინდუსტრიაში, რომ აი ბრიფი შევსება არიციან კომპანიებმა, ბრიფის კითხვა არ ვიცით სააგენტო, ანუ ბევრი რაღაც ორმხრივი შეიძლება ხე მარტო ერთ ხარეს ვერ გავიშვირო ხელი და თქვენი შეიძლება თქვენი კუთხიდან, არ ვიცი ხა სტრატეგიის კუთხით თუ განსხვავებულია რამე ამ ბრიფის ნაწილში ან დიზაინის ნაწილში ეს ბრიფიც ასევე სხვანაირად დგება, როგორი უნდა იყოს ბრიფი და რა ინფორმაციას უნდა გაძლევდეს და რატომ არის ზოგადად მნიშვნელოვანი ბრიფის არსებობა, იმიტომ რომ იყო ჩვენთან кейსები, როცა სააგენტო და ბრენდი იყო ერთად მოსული, მაგრამ ბრიფი არ ქონიათ. და ამბობდნენ რომ იცი რა ჩვენ ბრიფი არ გვაქვს ჩვენ ხა ერთმანეთს იმდენად კარგად ვიცნობთ რომ ეს ბრიფი ჩვენვე დავწერეთ ჩვენვე შევქმნით და რატომ არის ეგეთი აუცილებელი ზოგადად ამ ინდუსტრიაში მაგ კულტურის და ბრიფის ქონის კულტურის არსებობა ან იქნებ შეიძლება საერთოდ არ არის აუცილებელი არის ძალიან მარტივია ჩემი აზრით ეგ ყველაფერი კიდე უფრო მარტივი ვიდრე ჩანს იმიტომ რომ უბრალოდ ეს არის რაღაცა რაზეც ვთანხმდებით ერთი და მეორე მხარე ეს ესეთი უნდა იყოს, კი, ესეთი უნდა იყოს. შემხედრია ბრიფები, სადაც არ ვიცი, რაღაც ურთულესი განტოლება უნდა ამოხსნა, რომ უბრალოდ გაიგო შიგნით რა წერია და არ ვეთანხმები ასეთ ბრიფს, ანუ მე თუ 200 კითხვა მიჩნდება აქ რა წერია ამაზე, ანუ მე და შენ უკვე გვიჭირს კომუნიკაცია რა. შესაბამისად ბრიფი არის რაღაცა ჩარჩო, რომ მოდი აი ამაზე ვთანხმდებით რა, მე ეს მინდა ესეთი, ცოტა ტექნიკურობაში გადამყავს, მაგრამ ხო ნუ რაღაც რეალურად ეგ არის რა, პატარა ტექდოკი არის, რომელსაც უნდა მოთხოვნა წერია და იმაზე უნდა გაგაცე პასუხი რა არის. ხო, აი მანუალია ფაქტიურად და კრიტერიუმიც ხო რეალურად ანუ აი კაი რატოა ეს რაც მე მოვიტანე ხო პასუხი იქ არის რა ანუ უბრალოდ მოგეწონაზე ხო არ არის ანუ შიბე სწორად უპასუხე დასმულ ამოცანას რა ამ სწორი ამოცანა თუ არ არსებობს ძალიან დიდი ალბათობაა რომ პასუხი სააცილო რა აი ჩვენ დიზაინის მხარეს მაგალითად ძალიან ვცდილობთ რომ უფრო ტექნიკურ ბრიფს ვეძახით რა მაგრამ აი რაღაცა კლიენტი ვინ არის მოკლე რაღაცა ცხრილი რომელსაც ვავსებთ შეიძლება ერთადაც დავშეთ და უბრალოდ აი რაღაცა დესკტოპზე გვერდზე რომ გქონდეს რა რომ რაღაცაზე რომ მუშაობ დავშეთ ლოგოს ფიქრობ ან რაღაც ფერზე პალიტრაზე ფიქრობ ან რაღაცაზე იქ რო გიწერია დავშეთ ტონალობაში რაღაც სიმშვიდე და რაღაცა რაღაც არ წახვალ მჭახე ფერებისკენ ელემენტარულად რა რაღაცა ისეთი პატარა თამაშის წესები არის ფაქტიურად ხო ხო მაგრამ ხო ყოფილა შემთხვევა ხა გულზე ხელი დაიდე და თქვი რომ დაურეკავ შენთვის კლიენტს და უთქვამს რომ იცი არის ბრიფი არ გვაქვს მაგრამ მოდი დავქოლოთ და მოგიყვები ზუსტად რამდენჯერად გაგიხარი ხო და ეგ კულტურა რატო ეზარებათ მარკეტერებს ბრიფის გაკეთება სააგენტოებისთვის თუ რამ რთულია ბრიფის წერა გულწრფელად მითია რაღაც სულდათ არ მინდა თქვა მაგრამ ძალიან ხშირად ვაწყდებით ხოლმე სტრატეგიის შემთხვევაშიც ქონია ეგეთი არიცი არა უნდათ რა ანუ რეალურად თვითონ არ აქვთ გააზრებული ანუ რაღაცა სამი ჩემს წარმოდგენაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ რა ერთი ვინ ხარ რანაირი ხარ შენ თვითონ რა გინდა ამით რომ გამოიწვიო და ვისთან ერთი რა შენი იდენტობა ზუსტად რა არის მეორე რას აპირებ ამ იდენტობით აი რა გინდა რომ გააკეთო გინდა რომ ყველამ გაიგოს ეს გინდა რომ ჩაქთვალონ რაღაცად გინდა რომ რა არის შენი ამოცანა რა შემდგომარეობს გაყიდვებს და იმის მიღმა ვიძახი რა თქმა უნდა რა გაყიდვები რო ობიექტივია ყველამ ვიცით ანუ თუ პროდუქტი არ გაიყიდა ნუ ცუდად მუშავია ყველას ვინც ამ ბრენდში ხო ესე იგი და მესამე ვისელაპარაკები და სხვა შორის ძალიან ხშირად ამ მესამე ნაწილში აი ძალიან ბევრ აცდენას გადაუყრილვა რა მეცით რა აი რაც აი ცოტა უცნაურობას კი ჩამიცვლი აი ისეთი ფრაზები მაქვს მოსმენილი რა რომ ხანდახან ხვდები რომ აი უბრალოდ იმ არეალს რომელ არეალზეც გელაპარაკება არ გაკარებია თითქოს ეს წარმომადგენელი აქედან მაგრამ მომისმენია რომ
ბირჟაზე პროდუქტის ვიზუალი არ აინტერესებთ. და ეგრევე ხვდები რომ უბრალოდ ეს ადამიანი ბირჟაზე ერთი წამით არ გაჩერებულა ცხოვრებაში, იმიტომ რომ აი დაშლიან და აწყობენ ბირჟაზე ვიზუალიან, გემოიან, ფორმიან ყველაფრიანად. იმიტომ რომ რეალურად ეგ მთელი განხილვის ახალი პროდუქტი შემოვიდა მაღაზიაში, ნუ აი შეუძლია ექსპერტებად შეგიძლია ეს ხალხი გამოიყენო, იმიტომ რომ ისინი ამით არიან. ეს მოწონთ ეს როლი. და როგორც გულზე შენ ისმენ მარკეტერისგან რომ ბირჟაზე თურმე ვიზუალი არ აინტერესებთ, ანუ უბრალოდ ხვდები რომ რაღაცნაირად არ იცი სათანადო ინფორმაცია ან პროდუქტზე და ან ბირჟაზე რა. ამ დროს მგონია რომ ეგ არის რეალურად აი რაღაცა რო არის ხოლმე რაღაც ინტერვიუსავით რაღაც რო ყოფილა და აი რა გეხმარება რაღაც როგორც კოპირაითერისთვის რო ხავთ და რომ მიფიქრია ყველაზე მეტად რაც გინდა კოპირაიტერობაში და გინდა სტრატეგიკობაში და გინდა ლექტორობაში და რაშიც გინდა რასაც გავკარებ კაცობაში გინდა კაი კაცობაში მეხმარება ყველაზე მეტად დამხმარებია რომ რაღაცა 6 უბანში მაქვს ნაცხოვრები რაღაცა ვისვენებდი ბევრ ადგილას ბევრი ასაკის ადამიანთან მქონდა განსხვავებული ურთიერთობა რა და რეალურად ეგ ბრიფიც მე უნდა გამახსენოს ვიღაც აი ერთ-ერთი კრიტერიუმი კიდე კაი ბრიფის ეგ გონია რომ მე რა გამოვიკითხავ რომ პირობითად ეს რაღაცა წყალი არის ამისთვის და აი ეს ამისთვის რო აღწერილია მე უნდა გამახსენოს ვინმე ამდენი 1000 ადამიანიდან თუმე კონკრეტული ვერ წარმოვიდგინე ეს იგი რაღაცაშია საქმე არ არსებობს რომ ერთი მაინც არ გაგახსენდეს და რა თუ ხო ბევრი და სამომისად აი არ არის ხოლმე ალბათ კარგად წარმოდგენილი ყველაზე მეტად რა მინუს შეიძლება გადავწყვეტილვარ არც პროდუქტი მისი შინაარსით რა რეალურად რა არის ეს რა და არც ის ხარე ვისთვისაც ეს მიდის მე ხო და რწმენასთან მივდივართ რა რწმენის უქოლობასთან რაღაც ალბათ არ გჯერა ამის ანიმის რაღაცის არ გჯერა ალბათ რა ნუ მეორე მხრიდან რო შევხედოთ ალბათ ბრიფი იდეალური არის იმისთვის რომ სააგენტო თუ აცდება იმ ბრიფს უთხრა რომ იცი რა შენ აი ბრიფი იყოს ხო რაღაცა შენ აცდი ხო ანუ რაღაცა კრიტერიუმია საკონტროლებელი თუნდაც აი მე გამიხარდებოდა რა კამპანიის კრეატივის არის ყველაფრის ბოლომდე შევიდე ხო თქვი ჯავი მე გამიხარდება რომ ბრიფები რომ მოვა ეწეროს რომ აი ამაში ვარ სუსტები რა ეს არ შეგვიძლია არ შეიძლება რომ ანუ ყველა სამშენებლო იყოს წვანი ანუ უბრალოდ ან ფიზიკურად არ არის ხო ხედავთ რომ არ არის რა შენ ჩამიწერო მე წვანი აი ვაფშე 0 წვანი მაქვს მე ვიცი უკვე რაზე გავამახვილ ყურადღება ხო მე ვიტყვი რომ რასაო აი ურბანული სილამაზე ნახეთ სერი სერი it's cool ნუ ამას ჩააჭერ მე ბოლომდე მაგრამ არა ის გეუბნება რომ ეს არის ყველა არის ყველაზე მაგარი ხარისხი ყველა არის მწვანე ყველა მითხრა რაღაცა თუ არაფერი არ გიჭირს ჩემთან რა გინდა აბა რა უბრალოდ რა გამო თქვი რა ხო ცოტა იქიმს ხო გავარდი რაღაც ჩვენ უნდა უწმობა გჭირდება მოკლედ ხო არც ერთ ბრიფში არ მინახავს რომ Houston, we have problems. არდა სწორედ მაქედან იწყება ყველაზე კარგი კამპანიები, რომელიც არის გულწრფელი შენს რაღაცა ტკივილს რო უზიარებ. არა თან მერას მიმალავ ხო გარეთ ხოლმე ვარ დავიწყებ რა ამათ იცი რა არის მწვანე არაფერი მე უნდა რა დასკრინო და ნახე რა მომწერეს ძა გავს რა ეგენს დიაგნოზი დაუმახო რა რომ მიხვალდა რაღაცა ის რა ქვია თავის კივა და ამ დროს აი ძალიან პერმანენტიონ თამებზე დაეწერა უკრაინელი რა ქვია მოკლედ მეგობრებო გულწრფელობა გვაკლია ანუ სააგენტოებს მაინც უთხარით და იმ ადამიანებს რომლებსაც თხოვთ რომ რაღაც გადაწყვეტა მოგიფიქრონ მაგათ მაინც უთხარით რა გიჭირთ რომ მე მაგის მიხედვით სააგენტოს არ უნდა დავამალო რა ხო არ ტეხავს და ესენი არ გაგჭორავ. გავს იმას ზოგადად ჩვენ აი საზოგადოებაში არის რა აი მინუსი არ უნდა ქონდეს, ხო შეცდომა არ უნდა ქონდეს დაშვებული, იდეალური უნდა იყო
რაღაცა ისა რა ქვია რა ფსიქოლოგთან რო დადიხარ და რო არეუბნები რა გიჭირს კარგად რო ხარ რა რატომ მოხვედი რო გეუბნება და რა შე რატომ მოხვედი მაინტერესებდა ეს სფერო აი ადერა მე დიდად კი ცოტა ისე გიყურებს მაგრამ ნუ აი ეგ ვარიანტია რა მე იმიტომ ნერვიულობენ გადახდილ თანხაზე ფსიქოლოგთან და არა იმაზე რა შედეგით მიიღეს. აკაც. ნერვიულობენ მე იმიტომ რომ რავი სამჯერ ჭირდება ერთ და იგივეს გაკეთება რა იმიტომ მალავდა. ახლა მართლა აი სანსანს რაღაცები მინახავს მართლა რა აი benefitები და ის შეხედავ და ნუ აი გეუწები აი მე რატომ მიმალავ რა აი benefitები აქვს. აი ეგეთი ხარ რა მე ხო არ გამიკეთებია. მაგრამ იმედია რომ ამდენს რო ლაპარაკობთ ხოლმე ამ ბრიფებზე და რაღაცებზე ამ ტკივილებს რო ვაზიარებთ იქით ამ ხრიდან ის ადამიანები მივა იმ ადამიანებამდე რომ რაღაცა ზოლა სხვანაირად გადააფასო. ხოლმე შემოვიდნენ ბოლომდე მაგრამ ეთქვა ხო აი გასაჩერებელი. ვებინა ხავს მართლა გეუბნები ადამიანი რომელიც აი რაღაც პირობითად ერთ კომპანიაში მუშაობდა და მეორეში გადავიდა რა კონკურენტში სიტყვაზე. და ორივეზე იზახდა თავის დროზე რომ ეს არის ყველაზე მაგარი რა ამ იმაში. და როგორ იქ უეჭველი არ არის. ხო შანსი არ არის რომ ისიც და ისიც იყოს ორივე ყველაზე მაგარი. რომელიღასაც ხო კონდა რაღაცა რითიც ერთი მეორეს ჯობდა. ქენი რა ეგ მაგაზე ლაპარაკი. ეგ ხო ყველაზე მაგარია რომ აი პირიქით დაადგინო ანუ მე რო კალათბურთზე შევიდე ხო სისულელე იქნება რა ანუ შესაბამისად ანუ რაღაცა ისეც უნდა შეეჩიდო რომ რასაც აყვები რასაც გამოგივა და პლუსი გააქვს თან არ არსებობს ბრენდი რომელსაც რაღაც ისეთი ქიმრიელი პლუსი ვერ უპოვო რა უბრალოდ მე რასაც ვაკვირდები პატარა რამეები აი არ ეპლუსებად თვითონვე აი სმენის პრობლემა არის ვეთანხმები რა აი არ ჯერა რომ პატარა აივანზე შეიძლება ისე ამ სამშენებლოს მეტი არავინ არაფერს არ შვება და მაგით თუ ანუ სამშენებლოები მახსენდება მაგალითად რომ პატარა აივანზე მაგრათი ლაპარაკო. აი როგორი გემრიელია მარტო რომ გამოხვალ ამ აივანზე და მეტის არავის ადგილი არ არის მან და მარტო შენი პირადი სივრცე. შეიძლება მაგის მოყოლა. არა. აივნე დიდი აივნები. და მე მივა ადამიანი მყიდველი და ნახავს რომ ეს არა ეს პატარა მაგრამ კიდე გვაქვს დიდი აივნი. არა პატარაზე სილაპარაკი პატარაც კაია. აივნი. მეტი გულს. მოკლედ ქუცა დაიხარჯა. დაგინდოდა ჩადიო ვიყავი ჩემთვის კეთილი გევრიელთან ზედაპირზე სტრატეგია მოგზარდით ყაიდიანულად არის ყველაფერი მეგობრო მე მყავს კიდევ ერთი ესეთი პარტნიორი ალმა რომელსაც აქვს ხოლმე შეკითხვა რომელიც მდგომარეობს ზოგადად გარე რეკლამასთან დაკავშირებით და ჩვენ ისეთ ინდუსტრიაში ვართ ბილბორდი ერთ-ერთი ყველაზე უძველესი მედიუმია ოდიდგანვე და ძალიან უამრავი პრინტი თუ რა მილიონ კონკურს მოგებული რამ გვინახავს და საინტერესოა თქვენი დამოკიდებულება ზოგადად ამ მედიუმთან დაკავშირებით როგორ შეიძლება აითვისო ბრენდმა როგორ შეიძლება გამოიყენოს სწორად იმიტომ რომ აქ ხშირად გვისაუბრია იმაზე რომ რაღაცა ბილბორდი არ უნდა იყოს რაღაც Facebook-ის პოსტი გადატანილი იქ მილიონი წვრილი ტექსტით QR კოდებით და რა ვიცი ყველაფერი რაც კი შეიძლება ზედრო დაიტანო გიშრის თვალი რა ყველაფერი ზედრო არის დატანილი ხოლმე და თქვენ რას ფიქრობთ ზოგადად ამ ნაწილში და რა რეკომენდაცია შეიძლება მივცეთ ბრენდებს როცა ამ მედიუმზე გადიან ძალიან ძვირფასი მედიუმია აუდიტორი საერთოდ სხვა სეგმენტს იჭერ გარეთ რომელიც შეიძლება ისე ვერ მიწუდე ხო ვერ ვიტყოდი რომ ბოლომდე კარგად გვაქვს ათვისებული აი აქა-იქ არის ხოლმე რაღაცა საინტერესო მაგრამ მაინც მე სუმაკლია რა აი არ ვიცი ხე იმიტომ რომ შეიძლება იცი
ოდნავ მეტი რეკლამის ისტორია და რაღაცა საყვარელი პრინტ კამპანიები არსებობს და ასე შემდეგ, მე უფრო გწყდება რა გული რომ ვა მომენტ გაასწორებ და ან აი რაღაცა location based რაღაცა იყოს, რომ აი რაღაცა ცირკთან რაღაცა კონკრეტული შეიძლება გავუშვათ, იმიტომ რომ კონტექსტშია ცირკთან და ასე შემდეგ. ხო, აი რაღაცა ასეთიც კი რაღაც ჩვენ ვართ სადღაც იქ რომ აი მოდი სახლი რო იქნება იმ დეველოპერული კომპანიის ფანჯარაში ნატურა აინფოს და ვა მაგარია და მართლა კაი ანუ გადასარევია ეგეც, მაგრამ რაღაცა შეგვიძლია ცოტა მეტი შემოქმედებაც ჩავრთოთ მან სხვა შორის ერთი ის მახსენდება მშრალი ხიდის ქვემოთ რო არის მეგრული სახლის აუთდორი ჭყვიალა ხო გახსოვს ეგ ნეტა ვინ მოიფიქრა დიზაინერმა დიზაინერმა აი მეგრულ სახლს რატო აქვს ესეთი ბილბორდი ჭყვიალა ან ძალიან სნოურია რა კი სხვათვის მე გამახსენდა და რაღაცა ის ადადის ჯაჭერის დრო მოვიდა ვინ გადაწყვიტა დავტოვებ მაგას ამაგდაზე კომენტარებში დაგვიწერეთ ვინ მოიფიქრა მეგრული სახლის ავტორი ბილბორდი არის ხოლმე ის რა ქვია ადგილად არის აი რაღაცას რასაც გააკეთებ გაუშვათ დავდოთ სოციალში გაუშვათ ტელევიზორ გავაკეთოთ ბილბორდზეც და ანუ აი ზუსტად რომ იქ კაცის უნდა დაიხარჯო რა ანუ მოუფიქრო უნდა იმას განსხვავებული არხია იდეა როგორც ყველაფერში ნებისმიერ კომუნიკაციაში ბილბორდს აჭირდება იდეა ბილბორდზე გაკეთებული იდეებს მოუგიათ რა ყველა ჯილდოდან ჯილდოსაც რო თავი გავანებოთ შეუმჩნევია ყველას რაღაცა ქვეყნებში და გენიალური кейსები არსებობს ან არის რომ აი უბრალოდ არის გახსოვს აღარასდროს ხო აღარასდროს აღარასდროს რა ანუ ამ დროსთან ბევრნაირია ხო ანუ ბილბორდი რაღაცა გამზირზე ბილბორდი მეტროში ბილბორდი ავტობუსში რაღაცა პატარა დიდი ანუ ზოგადად აუთდორი შეხედოთ რა ანუ ყველგან არის ხო ისე მარტო ბილბორდიც რო ეგეც ხო არ არის ანუ ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება იყოს გარე გარეთ გამოდი რაღაცა გაგსათქმელი ისე ვიქნივალთ რომ რეალურად მაგ სათქმელში არის პრობლემა ალბათ არ არის მოთხოვნა არ არის მოთხოვნა რომ იყოს გახორციელებიც იქნებოდა რა ალბათ რა ალბათ ეგეც არის რომ რაღაცა ის რაღაცა იმაში ვართ რაღაც წრეზე დავდივართ სხვა რასაც გააკეთებს აი თუნდაც ის რომ სადღაც ერთხელ აინთო ფანჯარა მერე ვა ვიღაცას მოეწონა რომ რა მაგარია ფანჯრები ანათებს და მოდი ახლა ჩვენს გავაკეთოთ ახლა შეიძლება რომ გახვალ ყველა ბილბორდის ფანჯარა ანთებული არის და იქ რაღაცა სარკმლიდან შუქი გამოდის და ანალოგიურად ალბათ საჭიროა რომ არ ვიცი ვინც მუშაობს დიზაინერები იქნებით მან თუ სააგენტოები თუ რაღაცა რომ არის ეს საშუალება რა და ხანდახან შეიძლება ბრენდმა ვერ მოგწოს მაგრამ რეალურად ამ ინდუსტრიაში ჩვენ შეიძლება არ გამოგვივიდეს რაღაცა კარგი იდეის ბოლომდე გატანა ასე რომ თქვა რაღაცა დაბრკოლებები შეგხვდეს მაგრამ ის რომ რაღაცა ვცადოთ რომ იქნებ კიდე უფრო გაუმჯობესდეს თუნდაც რაღაცა განვითარდეს ინდუსტრია და რაღაცა უკეთესის კეთება ხო აი მან გავაგრძელებ შენს ნალაპარაკებს რომ აი ძალიან საინტერესოა რომ ხშირად არის ეგეთი შემთხვევა ანუ როგორც წესი ეგრე რომ რაღაცა დავალება მიიღო დიზაინერმა და არც დება იმ დავალების ჩარჩოს ანუ დაუშვათ იცის რომ დეველოპერული კომპანია იცის რომ ავტორია გასაკეთებელი ლოგო აქვს ზოგადად რაღაცა ვიჟენერი აქვს რაღაცა აიღებს და ლოგოს ნუ ლამაზი გრიდი დასარევი გავაკეთე. ანუ ის არ აქვს რომ მოდი ახლა ამას მე საერთოდ სხვა საფეხურზე ავიყვან. და აი მან რა ხდება ძალიან საინტერესო არის ფსიქოლოგიურად რომ მე როგორც დიზაინერს არ მაქვს რწმენა რომ ეს ახლა მოეწონება და მოდი დავიკიდებ რა safe choice მარტივად თუ იდეა არ მაქვს და არც ვფიქრობ მაგაზე აი არის ძალიან საინტერესო არ ვიცი ის მახსენდება iPod-ების iPod-ი ერქვა ხო და მოვიწყდა სახელი არც მახსოვს ის სილუეტები რა Apple-ის ხო ანუ აი ეგ მაგ დროს ძალიან სიგიჟე იყო რა და აი ნეტა მან დავალება რა იყო თქვა დავფიქრდი რომ
მოდი რაღაც საერთოდ განსხვავებული გავაკეთოთ თუ უბრალოდ დიზაინერს იმდენად გაუსწორდა ეს პროდუქტი რომ აი რაღაცა გააძრო და მე იმაზე აეწყო აი ყველაფერს საინტერესოა იქ მაგრამ იშვიათად ვაწყდები მაგას რომ აი რაღაცა მიიტან ბრიფს მაგალითად და ხა ბრიფსშიც არ გაქვს რა ეგ რა ანუ ბრიფის მიღმა არის ეგ რა ხო აი გადაწყვეტა არის რა რომ აი და ალბათ ამბიცია და ცოდნა და აი არ ვიცი რა არის მაგრამ ეგ ალბათ ყველა დიზაინერთან მიდის ხო აი ყველა დიზაინერთან მიდის ეგ რა რომ აი რაღაც ინდუსტრიაში ბოლო პერიოდში ხშირად ისმის ხოლმე არაფერი ისეთი აღარ კეთდება და რაღაც აი წუწუნები რომ რაღაცა კრეატიული თითქოს ადრე უფრო იქმნებოდა რაღაც უნდას კამპანიებზე, ვიდეოებზე, რაღაცა აი ეგ არ ვიცი, ეს მარტო დიზაინს არ ეხება, შეიძლება სხვა მიმართულებებზეც განვაზოგადოთ ეგ თემა, რომ რაღაცა კომფორტი ზონაში ვართ თითქოს და რაღაც აი გავაკეთე, ვიცი ეს მოეწონება, გავაკეთე, გავგზავნე, მიღება ჩამოარავ, გავგზავნე, ჩარიცხა ბედნიერი. აი რაღაც აი მანდ ხო არ ვართ და ის რაღაცა მუხტი და ჟინი რაც ამ ინდუსტრიას ამოძრავებს არის, რომ რაღაცა განსხვავებული შექმნა, რომელთაც ისე იამაყებ, რომ რავი ყველანაირი ფინანსურ ბენეფიტს რო გადაწყვეტს. კი, იცი, მანდაც ვართ, ცალსახად მანდ ვართ, იმიტომ რომ არ ვიცი, ძალიან ბევრ კლიენტთან მაქვს შეხება და ძალიან ცოტა არის, ვინც რაღაცა რისკზე მოყვება, ვინც რაღაცა ისე გენდობა, რომ აი თვალდახუჭული გენდობა რა და გეუბნება რომ ვა რა მაგარ ან მოსწონს რომ რაღაც აი შედარებით პატარაობაში ახალი დაწყებული მქონდა მაშინ უფრო მქონდა ეს რაღაცა გამოხტომები რომ აუ აი რაღაცა ის ქნა აი ყველა ჯერზე იმდენად იჩეხები რომ მე აღარ გინდება რა და ალბათ მანდარი გასაღები რომ არ უნდა დანებდე რა ანუ რაღაც უნდა მაინც უნდა აკეთო რა იმიტომ რომ მე დაელოდები სხვას რომ არავინ არაფერი არ გააკეთა ადეგ და გააკეთე რა მაშინ რაღაცა ეგ ის არის რა თან გამბედაობა არის სხვა რომელიც კი გამბედაობა ყველა მხარეს გვჭირდება ალბათ და ზოგადად დაც გონია რომ რაღაცნაირად აი ქვეყანასაც რა ცოტა ხოიცი სილაღე რა ცოტა ის რომ მოდი რა სხვანაირად შევხედოთ რაღაცეებს მაგრამ სხვანაირად გავაკეთოთ და გამოვა არაუშავს ვიღაც გააკეთებს უკეთესად. Вообще ვერ ხედავ მაგაში პრობლემას საერთოდ. ისიც ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომ ერთი და იგივე კატეგორიის სხვადასხვა ბრენდები რომ ერთნაირად ოპერირებენ. აი მაგალითად აფთიაქები რომ რაღაც ერთი რაღაც სოციმედია რომ გახსნა და უშად სამი აფთიაქის იმდენად მსგავსია რომ უბრალოდ მარტო ფერი განასხვავებს. შეიძლება ეგეც არა. აი ძალიან ის არის რა. რა ხო რა. მიმბაძველობითობაში უფრო ვართ ვიდრე ქმნაში, ხო? რაღაც იგი. ხო, განსხვავებული რო გააკეთე. ნიშაში განსხვავებულობა ძალიან რთული არის. მაგიტო თავის დროზე მოვიხიბლე იმ იდეით, რომ მოდი სტრატეგია უეჭველი იცი რომ განსხვავებული არის ყველასგან რა, იმიტომ რომ იდენტური ვერ ექნება ვერავის იდენტურს გულისხმობ და პლუს კიდე ამის გამოვლენები. და ჩვენ შემთხვევაში რაც ვაკეთებთ, ეგ არის რომ ზუსტად იცი რომ ფილოსოფია და ვიზუალური იდენტობა და ფილოსოფიური იდენტობა ისი რომ ნახდათ განსხვავებულია რა და დანარჩენი უკვე მართლა თვითონაც უნდა ეგ ამბიცია გქონდეს რა ანუ არ უნდა არ შეიძლება რა მაგის შიში რამე განსხვავებული გავაკეთო თან ეს ხო არ ნიშნავს რაღაცას რა ქვია გაიხადო და ირბინო გას რა მართლა განსხვავებულად წარმოჩინდე განსხვავებულად დაენახო. ეგ ამბიცია ხო იდეაში მარკეტერებსაც უნდა გქონდეთ რა, რომ აი ხარ რაღაცა კომპანიის მარკეტინგის მენეჯერი, რომელიც კაი შეიძლება ეჯიბრები ვიღაცა სხვა ბრენდს. ანუ და ცდილობ რომ ისეთი ან ისეთივე ცოტა უკეთესი გააკეთო, ანუ როცა შეიძლება რომ გააკეთო სხვანაირი, იქონდეს შენი სათქმელი, ხალხმა გაგიცნოს რომ სხვანაირად რო თქვი ეგ ადამიანი ხარ და რა ის რომ იმისნაირად თქვი პროსტა უკეთ, ანუ აი ეგეც რაღაც ერთგვარი ის არის და ალბათ მე მანდ ღური სიტყვით რომ ჩამოვაყალიბო არის ის რომ უსაფრთხო გზა არის რა მათთვისაც რომ აი ვიცი იმან გააკეთა იმან იმუშავა და არაფერი ისეთი ნეგატივი ამას არ მოყოლია მოდი მეც გავაკეთებ არც შემსაც არ მოყოლა ნეგატივი ხო ძალიან კარგი кейსი იყო რომელიც აქაც განიხილეთ თქვენ ჩიტების და ეგ კარგი кейსია მაგისტრისაც გარდა იმისა რომ რაღაცა playmakers-მა და PS-მ-ის ყველაფერი გააკეთეს. აი მაგისთვისაც რომ მაგ გამბედაობამ რეალურად რომ მოდი კი
შეიძლება რაღაცა ისეთი იდეა აქვს რომ მირჩევნია რომ გვერდზე გავიწიო და მოდი მე სხვა მქნას აი რომ ქნეს ხედავთ რამდენს დაფრინავენ ხო და აქედან მოკითხვა ოკმელას პირველ რიგში ის იდეაც იყო მოკითხვა და ხნეობა იქ არის გამბედაობის ნაწილი კომუნიკაცია ამ დროს შეუულებრივად ბრენდის კომუნიკაცია რა ეს ხო მაგრამ აი ესე მე ერთი წამი რომ დაფიქრდე რომ ეს გამბედაობა და მხნეობა და უსაფრთხო ანუ საფრთხე რა არის იქით ამ ხარეს გავიხედოთ აი ეგ არის არა დაუშვათ და შეგეშა აი რა ხდება იქით ეგ არის იქ დაგდებს რაღაცა ისეთი რომ ხო აი ხა ვთქვათ ყველაზე განსხვავებული ბილბორდი გავაკეთე და რა მოხდა ბევრი ენგრი დაგიწერონ ოკეი. ისე ხო ასამბობა. ვიღაცა ჯგუფში იკითხა რომ რაღაცა საყვარელი ლაბრადორის ფოტო დადო რა და ძაღლები ჯგუფში, ანუ ცხოველ და ის რა ქვია, რაღაც ამდენი ლარი მიჯდებაო, თვეში თქვენ რამდენიო და აი არ გაახარეს ეს. როგორი იკითხა რომ რა ვიღაცა უწერდა რომ ამაგდენი როგორ გიჯდება შენ აქ შეერია ვიღაცა და ბიჭო ამ ლაბრადორის ფოტო უდევს ადამიანს რომ აი გაიგო რომ ცოტა მეცხარჯავს თუ ნაკლებს და აი როგორ არის და თავბედი აწყევლინეს და ეხა აი გინდა ბილბორდი გაიკეთებდი და გინდა ლაბრადორი ხოლი აქ ერთნაირად არის ეგ აქ ჩვენ იმას ახასიათებს ჩვენს ქვეყანას ხო ხა ის არის რა მეგობრებო ჩვენ მე ზან სიამონებს ზოგადად ამ თემაზე საუბარი და ალბათ დღეები არ გვეყოფა რომ ეს თემები რომ გავშალოთ და არ მეჩქარება არცად რა ჩვენი ტკივილი გავაზიაროთ ხოლმე თუმცა ნუ დროში ასე თუ ისე შეზღუდულები ვართ მე მაქვს ბოლოს ესეთი შეკითხვა ხოლმე რომელიც ეხება სტუდენტებს და იმ ადამიანებს, რომლებიც ეხლა შემოდიან ამ ინდუსტრიაში, ეხა იკიდებენ ფეხს, არაერთ კურსს გადიან, ესე რომ ვთქვათ, ხან ერთს, ხან მეორეს, რომ იქნებ როგორღაც ამ ინდუსტრიაში შემოვიდნენ და რაღაც დაიწყონ სამსახური, მოახდინონ საკუთარი თავის რეალიზება და ასე შემდეგ. რა რჩევა ან შორტკატი შეიძლება მივცეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არ ვიცი, თუნდაც დიზაინის კუთხით გაგიხარდებათ, გინდა კოპირაიტინგის კუთხით და გინდა სტრატეგიის ანუ რა არის მთავარი რაც ამ ადამიანებმა უნდა აკეთონ ხშირად ან ერთხელ რომ მე შედგნენ როგორც წარმატებული პროფესიონალები. ძალიან ისეთი შეკითხვა არის არ ვიცი რთული. არ ვიცი მოდი ოპტიმისტურად. ნუ აი არ ვიცი ამ სფეროში თუ ხარ და დიზაინის კეთება რაღაც აგანთებს ან მოგწონს ან ასე შემდეგ ალბათ ესე პირდაპირ ვეტყოდი რომ მოდი არავის არ დაელოდო რა ადექი და გააკეთე ნუ უყურებს ხვას ნუ ელოდები რომ ვიღაცამ რაღაცა გითხრას რომ ვიღაცას ან მიბაძო ან რაღაცა გააკეთო მსგავსი ადექი შექმენი ნუ რა ვიცი ნუ დაელოდები და გააკეთე რა იმიტომ რომ ძალიან ხშირად ვაწყდები რომ აი რაღაც სტაჟორი რაღაც ჯუნიორი ასე შემდეგ ზის და ელოდება რა სწორედ არავინ არ იცის და სააგენტოში სადაც საკმაოდ მაღალი ტემპი არის ისედაც და ყველა რაღაცა გადარბენაზეა და მოსწრებაზე და დედლაინი და არის იქ არავინ არ მოვა და არავის არ დაგიჯდება და არავინ არ გეტყვის ესე რომ აი მოდი ხა ესე უნდა ქნა ესე უნდა ქნა და ასე შემდეგ აი ამას მე პირადად მე გადავყრივარ რომ თითქოს სულ გელოდებიან რომ მიხვალ და რაღაცა ჯადოსნური ჯოხით თავში ცოდნას ჩაუდევთ ეს არ ხდება უნდა ადგე და ბევრი იშრომო და არავის არ უნდა დაელოდო და გააკეთო რა რამე თუ გეძახის და თან ალბათ ეს აღიარებაც არ უნდა შეგრცხვეს რომ რაღაცა არ გამოგდის რა თუ არ გამოგდის უნდა გადადო და სხვა რაღაცა გააკეთო რა იმიტომ რომ აი ძალიან ხშირად არის სოფტის სწავლას არაფერი არ უნდა რა დაჯდები და რავი რაღაც სამ YouTube ვიდეოში ელემენტარული ცოდნა გექნება რაღაც ფოტოშოპი როგორ გამოიყენო რა მაგრამ აი ნუ იმ ფოტოშოპს რისთვის გამოიყენებ ეგ არის მე მნიშვნელოვანი რა და შენ თუ მან ვერაფერს ვერ შვები რა და ზიხარ და რაღაცას ელოდები ნუ კარგავ დროს და გააგრძელე რა რაღაცა გააკეთე რა ალბათ მაგას მოკლედ გადასარევ რჩევა
უნდა მოიტანონ ამავე ასვაგზელებ, იმიტომ რომ ჩემთვისაც არა მარტო რაღაც copywriting-ში, დიზაინში თუ სტრატეგიაში, ზოგადად ინდივიდუალიზმზე მეტად არაფერი არ ხიბლავს და არ მიყვარს და აი მაშინაც კი როცა არ ვეთანხმები და ხედავ რა ეს, მე კი არ ვეთანხმები და მე კი არ მომწონს შეიძლება ვიღაცა, მაგრამ აი ეგეთი ადამიანია მორჩა. და რა ვისთვის არაფერს არ შვება რა. ეგ მოიტანო რა. აი ეგ უნდა მოიტანო. თავი უნდა მოიტანონ ამ ინდუსტრიაში, თავისი. აი ზუსტად უნდა აქ არ გულისხმობს ან ხელწერას ან ასე შეიძლება ეგეც, მაგრამ ზოგადად თავისი რაღაც უნდა მოვიდნენ. როგორ ხედავენ რაღაცა სიახლეა რა საჭირო ყველა ვარიანტში. იმის გაგრძელება რადგან უწონებდით ახლა რა ყველაფერი თქვენ გავს. მარკეტერი იქნება, კოპირაიტერი, დიზაინერი, რეჟისორი, მნიშვნელობა არა. სიახლეები. რა შეიძლება მეტი, რა შეიძლება მეტნაირად უნდა შევხედოთ ბრენდებსაც, ცხოვრებასაც, ქალაქსაც, ყველაფერს რა, რომ ეგ სიცოცხლე მუდმივად იყოს, ის თავისით გაიფილტრება, რაღაცა თუ არ გამოგვადგება მთელ საზოგადოებას, ის თავისით გავა, ის იდეა ადამიანს არ გულისხმობ. მაგრამ რაც მეტი იქნება, ასარჩევად. მით უფრო კარგ შედეგს იღებ, ანუ უბრალოდ მათემატიკურადაც მუშაობს რა, რაღაც. კი. ამდენი ადამიანის ახალი აზრი, ახალი იდეა, თან ეს პატარა რო ხარ კიდევ სხვანაირად დამუხტული ხარ რა, რაღაცნაირად ზღმათას რაც იძახდა რა და მოიტანენ დაყარე ეს. აი თითქოს მანდაც რაც უხერხულობა არის ხოლმე რა, არ ვიცი, რაღაც დამწყები დიზაინერსო დავალებას აძლევ და ერთი ვერსია რომ მოაქ, ანუ ცოტა არც ხან მქონია რომ აი მე ხوار უნდა განმემარტა რომ აი მოიტანე 7 ვერსია სიტყვაზე რა, მაგრამ აი მან რაღაც ერთი ვერსია რომ მოგაქ რა მინიმუმ ორი სხვადასხვა რაღაც ხო იფიქრე და რა უნდა იმის გაკეთებას რომ ხედვა დამანახო რა, მაშინ ცოტა ეჭვმეპარება გააკხედვა საერთოდ თუ რაღაც არ ხარ დარწმუნებული ბოლომდე. ხო, რა, რაღაცა ის არის რა, დღეს რაც ამ პოდკასტში აკოს უსმენდი, რომ რაღაცა ვიღაცამ გაარკვიაო და ისიც გაარკვია, რომ პური არ იყო და მეორეში წავიდა და მესამის ფასიც მოიტანაო, რაღაცა ესეთი და მინიმუმ ეგ შეგიძლია, რომ რაღაცა ის გააკეთო რა, ცოტა მსუყე ნაფიქრი მოიტანო და არა რაღაცა ერთი ცალი პატარა ვერსია, რომელიც ნუ ჯუნიორი ხარ, არც ისე მასტერი, კაიგეც ისეთია რა. რაოდენობას ყოველს აი მახსოვს Edblexy-ზე ჯესიკა ოლშის ნამუშევრები დაგვათვალიერებინა თავისი და აი ვინც იმ დარბაზში ვიჯექით ყველაზე ერთად აღებულზე მეტი ნამუშევარი ქონდა ამ ერთ ადამიანს რა. ხო და შესაბამისად რა ვიცი ხა ესეც რაღაცას მეტყველებს ხო რომ რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანია დიზაინში განსაკუთრებით რა. რაღაც ჯუნიორს არასდროს არსად ერთი ვერსია არ უნდა მიქონდეს რა. ხო. ყველაფერში ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, აი რაღაცა ესეთი გაღიმებული სახით ვიყავი ეს პერიოდი, რასაც საუბრობდი აქ მოსვლა რა. ხო და მეც ძალიან მიხარიათ ხშირად გელოდებით მოკლედ თქვენი უკვე ერთობლივი კამპანიებით, რომელზეც შეგვეძლება რომ ვისაუბროთ და გავშალოთ ის მიმდინარეობა, რაც იმ კამპანიებს და სტრატეგიებს ექნება და გისურვებთ წარმატებებს ერთობლივად და ცალ-ცალკეც თქვენს აგენტო მე დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს, იმედია მოგეწონათ ჩვენი დღევანდელი ეპიზოდი, შევხვდებით ტრადიციულად შემდეგ ხუთშაბათს დროებით.